ზემოქმედებისაგან აი ასეთ მიუვალ ადგილებში იყო ეს შედევრის მუზეუმები ფაქტობრივად გაკეთებული. თუმცა ახლა ყველაფრის მულას აკეთებენ გალბატონოა და შეიძლება ასეც გააკეთოთ რომ ხელოვნური გამოქვაბული იყოს თავისი თქვა თანხმებით მაგრამ ეხლა ნახეთ თუ ეხლა ცოტა ამ თემას გადავუხვევ რახან თქვენ ასეთი ხო სიმპათიური ჩართვა გამიკეთეთ ეხლა ნახეთ რა ხდება ეს მაგას გააკეთებ როგორ არა მე ხლა ეს ნანახი მაქვს ეს რეპლიკა ტელევიზიით მე სამწუხაროდ შესაძლებლობა არ მქონდა რომ წავსულიყავი და უშუალოდ მენახა იქ არის ერთი ოთახი ეს ოთახი არის ლასკოზე მიდის ლაპარაკი ეს ოთახი არის მიუვალ ადგილას როგორც მას აღწერდნენ ხილველები ამბობდნენ რომ იმისათვის რომ იქ მისულიყავი უნდა ძალიან ვიწრო კორიდორი გაგებლო და იქ რომ მიხვიდოდი იმ ოთახთან იყო ორმო ასე ვთქვათ და ხვრელი იყო ამ ხვრელში უნდა ჩამძვრალიყავი ამ ხვრელში უნდა ჩამძვრალიყავი ამას ხო ყველა ვერ მოახერხებს რა თქმა უნდა ყველა ვერ ახალგაზრდაც უნდა იყო და რაღაც მაგრამ იქ რო ჩადიოდნენ ძლივს ერთი კაცი ეტეოდა ეხლა ისმის კითხვა რატომ უნდა ყოფილიყო ასეთი ოთახი იმაში რა ქვია ლასკოში აი ამ მუზარმაზარ გამოქვაბულების კომპლექსში და თანაც ისე რომ სწორედ აქ ამ პატარა ოთახში იყო ამირანიანის ერთ-ერთი ეპიზოდი პირდაპირ კედელზე გამოსახული რა უნდა და ეს ამ სხვათაშორის ამ გამოსახულებას პალეოლითის ხელოვნების შემსწავლელი მკვლევრები უწოდებენ კაცი ჭაში ну ეს კაცი ჭაში არ არის ჩემის აზრით ეს ოთახი სპეციალურად იყო გაკეთებული იმისათვის რომ იქ ადამიანი დარჩენილიყო მარტო ეს უნდა ყოფილიყო გარკვეული ინიციაციის პერიოდი იმიტომ რომ ის უნდა დარჩენილიყო მარტო იმ თავის შემოქმედთან თავის ღმერთთან ღვთაებასთან რომელსაც ფაქტიურად ამირანი წარმოადგენდა ქართველებისათვის და იქ ეს სურათი ყველაფერი განეცადა მარტოს უნდა განეცადა მარტოს კარცერ ბუქსი გამახსენდა ბატონ დავიცა ციკს უნდა ეზია რომ მარტო სადღაც კარცერში უნდა ჰიჯდა და იკითხო და ისწავლო კითხვა კი ბატონ და აი შემდეგ ესე იგი რა ხდება ამ ლასკოში აი ასეთი უჩვეულო ადგილები როდესაც გაქვს რა თქმა უნდა წინ წამოდის უკვე საკითხი იმის შესახებ რატომ რა მიზნით მოხდა აი ამ არაჩვეულებრივი შედევრების ამ მიწისქვეშ განლაგება და ასე შემდეგ მიზეზი ჩემის აზრით ერთია და მიზანიც ერთია რომ ის უნდა შემონახულიყო ძალიან შორეული შთამომავლობისათვის რომელიც შეძლებდა ამ სურათების დეშიფრირებას აი ზუსტად პალეოლითის პერიოდში რაც აი ამ მხატვრობას შეესაბამება საქართველოში რა ხდება საქართველოში ძუძუანას გამოქვაბულში იპოვეს 34,000 წლის ველური სელის ძაფი ანუ აღმოჩნდა რომ იქ მხატვრები ასე ვთქვათ ხატავდნენ აი ამ საოცარ შედევრებს აქ კი ძაფს ვართავდეთ და ძაფის დართვა ნიშნავს იმას რომ შენ გაქვს სამოსი შენ შეგიძლია იგივე ძაფისაგან უამრავი რაღაცის გაკეთება ხო სოფლის მეურნეობა იმიტომ სელი უნდა მოიყვანა რა თქმა უნდა ანუ აი ეს ჩემის აზრით ეს ორივე პალეოლითური ფენომენი უნდა ერთად იქნეს შესწავლილი მით უმეტეს რომ როგორც ახლა ცოტა ხანში უკვე ვისაუბრებ უამრავი ამირანიანის თქმულებებიდან აღებული ეპიზოდები გვაქვს ჩვენ სწორედ ამ შედევრების სახით და ნახეთ რა მოხდა ახლა ჩვენ მივიღეთ რომ თურმე ზედა პალეოლითის პერიოდში ქართველები საკმაოდ სიმყოფილ ვართ ანუ ვინც აქ ცხოვრობდა მოდი ასე ვეთქვი შემდეგ მოდის მეზოლითის ეპოქა მეზოლითის ეპოქაზე ბევრს არაფერს არ ვიტყვი იმიტომ რომ შემდეგ მოდის ძალიან ძლიერი ეპოქა ეს არის ნეოლითის ეპოქა მაგრამ ბატონო ბრძანებდით რომ ვინც აქ ცხოვრობსო და ხომ დანამდვილებით შეიძლება თქვა რომ ამდენ საუკუნე ჩვენ აქ ვართ ფეხი არ მოგვიცვლია ამ ადგილიდან ესე იგი ისინი აუცილებლად ჩვენი წინაპრები აუცილებლად ჩვენი წინაპრები იყვნენ რა თქმა უნდა და ეს დადასტურდება კიდე ამირანიანით არა ეს დადასტურდება ამირანიანის ეპიზოდებით და აი ჩვენ ახლა დღეს რაც მე განსასწრული მაქვს რომ უნდა ვისაუბრო რომ ვაჩვენო ესე იგი ჩვენს მსმენელსაც რომ აი ეს კავშირი
ისეთი ახლოა თითქოს აი გუშინ წინ მოხდა თუ რაღაც ასეთი. აი ხომ ნახოთ რა ხდება. ნეოლითში რა ხდება ჩვენ რომ ძალიან დიდი ის გვაქვს ხო აი ღვინო ჩვენი არ ვარ 1000 აი პური ჩვენია რკინა ცოტა აქეთ მოვდივართ ხო ეს რა ქვია შემდეგ ეს არის ნეოლითის პერიოდი და ნეოლითის პერიოდში ხდება ნეოლითური რევოლუცია მთელს ევროპაში და ზოგადად ახალ ეტაპზე გადადის კაცობრიობა ახლო აღმოსავლეთში სხვათა შორის და ჩვენ უკვე გვაქვს სოფლის მეურნეობა მესაქონლეობა დამჯდარი ცხოვრება ესე იგი იწყებს განვითარებას ხელოსნობა და ასე ვთქვათ უკვე აი ქალაქური ცივილიზაციური აი ასეთი ცხოვრება უკვე ფაქტობრივად სახეზეა ჩვენთან რა ხდება ჩვენთან გვაქვს პური ჩვენთან გვაქვს ღვინო და რა თქმა უნდა როცა პური გაქვს ღვინო გაქვს შენ მოსავალი უნდა იყო და ასე შემდეგ იქ გაქვს სიმღერაც იქ გაქვს ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა ეს იქნება ცეკვა თუ სიმღერა ამიტომ რაც იუნესკომ ჩვენს არამატერიალურ ძეგლებად მიიჩნია ხო ესენი ძალიან ბევრი სწორედ აი ამ პერიოდამდე მიდის და მე კიდევ უფრო შორსაც მიდის ამაზე ცოტა მოგვიანებით მზის ადიდებელი ლილე და ასე კი ბატონო მე მოვდივართ სპილენძის ეპოქაში, ენეოლითში. აი ეს სპილენძის ეპოქა არის საოცრება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ამირანი იყო სპილენძის კაცი და ერთ-ერთ თქმულებაში, სვანურ თქმულებაში სხვათა შორის ამირანი მიდის მზეთუნახავის სანახავად ის კოშკშია სადღაც ზევით, ქვევით კიდე მჭედელი ცეგებს აკეთებს, ათამაშოებს. ამირანი მივადეუნება ჩამჭედეო მეო მაგცეგშიო და ლითონისაა ეს ცეგები და არაო დაიწვებიო არა მე სპილენძის ვარო ესე იგი ამირანისთვის სპილენძის ეპოქა უკვე გავლილია და ბერძნული მითოლოგია რას გვეუბნება დევკალიონზე და პირაზე და დევკალიონი პრომეთეშვილი იყო ანუ ამირანიშვილი იყო ეხლა ამას არ გავყვები მაგრამ მნიშვნელოვანი აქ რა არის იქ ამ მითში წერია რომ როდესაც ზევსმაო აცობრიობის პირველი რასა გაანადგურაო ანუ სპილენძის ხალხი გაანადგურაო აი მერეო მან რა ქვია დევკალიონმა და პირამო ხელახლა დაასახლეს დედამიწა. ანუ რა გამოდის რომ განადგურებული ცივილიზაციის შვილი არის ჩვენი ამირანი? ხო, აი ახლა რა ხდება? ეს განადგურებული არ არის ჩვენ იოანე ზოსიბე გვეუბნება რომ ეს დამარხულარს და მიძინებულარს. ეს მიძინებულია, დამარხული არ არის, მაგრამ დათმობილი აქვს ასპარეზი მთლიანად სხვა თუ შეიძლება ასე ითქვა სხვა ცივილიზაციას. ეხლა ნახოთ რა ხდება. ესე იგი ჩვენ ნახეთ, გარდა ამისა, იგივე სპილენძის ეპოქაში ივანე ჯავახიშვილს უწერია, რომ გერმანიკო ევროპის სხვადასხვა ენებში ჩვენ გვაქვს მოსინიკებიდან წასული სპილენძის დასახელება. გადასარევი კი ბატონო ძალიან კარგი ეს არის 5000 წელი ძველი წელთა აღრიცხვით და მოვდივართ 3300 წლამდე და ჩვენ მოვდივართ უკვე ბრინჯაოში ეხლა ბრინჯაოს პერიოდია ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ბრინჯაო მიაჩნიათ რომ შუმერიდან მოდის და ლითონი ზოგადად და რანაირად შეიძლება რომ შუმერს მეტალურგია წარმოექმნა როდესაც მის ტერიტორიაზე არანაირი ასე ვთქვათ ნედლეული არ არის ესე იგი ის შეტანილია და აქედან გამომდინარე საინტერესო არის სპილენძის დასახელება შუმერულ ენაზე. მისი სახელი არის ურუდუდ და ეს ურუდუდ რომელიც სპილენძს ნიშნავს სინამდვილეში მომდინარეობს მეგრულ ქართული ჰიბრიდიდან ურო დუდ მეგრულად არის დიდი თავარი წამყვანი დიდი ურო რაც არის ჩვენი ურო ხო მეტი არა ანუ აქ ძალიან საინტერესო ფაქტი ჩნდება და ეს ფაქტი გახლავთ ის რომ როდესაც შუმერებმა იმას რა ქვია წიაღისეულს უпроსტად აი ამ მოპოვებულ ლითონის ნარევს ხო მიწასთან ერთად სპილენძი დაუძახეს ამ დროს ქართველებს რა ქონდათ უკვე ქონდათ ლითონის დასამუშავებელი იარაღი ანუ რამდენად
წინ იყვნენ დიდი ურო გქონდა. კი, დიდი ურო გქონდა, რომლითაც ხდებოდა უპირველეს ყოვლისა აი ამ ნედლეულის რა თქმა უნდა დაფშნა, შემდეგ უკვე მისი გამოდნობა ხდებოდა და მე უკვე სხვადასხვა ასე ვთქვათ არტეფაქტების დამზადება, ხო. ესე იგი სპილენძის ეპოქაშიც საკმაოდ სერიოზული ასე ვთქვათ წინსვლა ქონია, ხო, ჩვენ ქართველებს, რომ არაფერი ვთქვათ შუმერთან დაკავშირებით სხვა ფაქტორებზე, მაგრამ ბრინჯაოს მერე უკვე მოვდივართ სად? უკვე მოვდივართ რკინაში და ფაქტიურად უკვე ვართ ახალ წელთა აღრიცხვაში და უკვე ვართ ჩვენს თანამედროვე ეპოქაში. რომ შევაჭამოთ. ქალბატონო ანა, მე მინდა ჩემი ერთი გამოცდილება გითხრათ. აი ახლა ზუსტად გვწერენ ადამიანები, რომ საუკეთესო ქალბატონი, საუკეთესო სტუმარი ყავთო და ბევრია ესეთი უკვე აი ნახეთ 9 საათი ჩვენ გააცემა მიდის და ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, მათ შორის ქალბატონი ლალი ჯავახიშვილი გვწერს, რომ საუკეთესო ქალბატონი ყავთო და დიდი მადლობა ამისთვის, რომ გვწერენ ჩვენ მაყურებლებს, დიდი მადლობა მათ. ბატონ დავით და ქალბატონო ანა რკინასთან დაკავშირებით საოცარი ამბები ხდება საქართველოში, ხო? ნუ მსოფლიო აღიარა, რომ საქართველო არის რკინის ქვეყანა, რომელსაც გამოადნო პირველმა რკინა და ვაკეთებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დღე მუზეუმში და ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში მოკლედ ვიყავი მისული და არაჩვეულებრივ ექსპონატებს შორის რაღაცა დიდი მრგვალი სიმახინჯე, სადღაც 9 მეტრზე მეტი, სრულიად მრგვალი, ვერ მივხვდი რა იყო. ხან ვიფიქრე, რომ ცოტა გავდა თანამედროვე მხატვრების რაღაცა ორიგინალურ ვითომ ხედვას, ხო? და ვიკითხე, რომ აი ამ მუზეუმში რა უნდა ამას და აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა პირველი რკინის წიდა, მსოფლიოში პირველი რკინის დამუშავებული მადნის ნარჩენები, კი ბატონო. რომელსაც მთელ მსოფლიოში თუ კი კაცობრიობის ისტორიას სადმე მუზეუმში გამოფენას უხსნიან, საქართველოდან ითხოვენ ამ ექსპონატს. ჩამოდი სპეციალური თვითმფრინავები და აი ეს უშველებელი გროვა რკინის ბასის წიდის მიაქვთ დიდი სიფრთხილით და მერე აბრუნებენ უკან. ანუ თელმა მსოფლიომ ისე როგორც გვაღიარა 8000 წლის წინ ჩვენ უკვე ვწურავდით ყურძეს, ასევე გვაღიარა რკინის სამშობლო. ეს არის აი გასაოცარი რა, რომელსაც აი ანალოგი არ ყავს. უპირობოდ საქართველო აღიარებულია რკინის ქვეყნად. ერთ ამასაც დავამატებდი მაშინ ამ რკინის კომპონენტს. მე ამისი ანალიზი გაკეთებული მაქვს და ამას ნახავთ ჩემს ლინგვოკულტუროლოგიაში 2011 წელს გამოვეცი ეს წიგნი. იქ საუბარი არის ბერძნების მიერ ქართველებისთვის მიცემულ სახელზე, რომელიც არის ხალიბები. სინამდვილეში ხალიბი კი არ არის. ხ უნდა შევცვალოთ ყლთი და მიიღებთ ყალიბი, ანუ ინსტრუმენტი, ისევე როგორც შუმერებმა წაიღეს ჩვენგან ურო დიდი, არა, რომ სპილენძის დამუშავება შეესწავლათ, ხო? ასევე ბერძნებმა ჩვენგან წაიღეს ის, რაც ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება აღმოჩნდა და ყალიბი არის ისევ ინსტრუმენტი, რომელიც მასობრივი წარმოების შესაძლებლობას გააძლევს. მართალია ადრე, მაგრამ მაინც უფრო მეტი შეგიძლია აწარმოო, ვიდრე მაგალითად ცალკე ხელით რომ აკეთებდე თითოეულ იარას, ხო სწორია? ამიტომ ის წაიღეს ყალიბის სახით, მაგრამ ყალიბის ისტორია მან დამთავრდება, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ შუმერთა მეფის სიაში ერთ-ერთ მეფეს, ლეგენდარულ მეფეს ქვია ყალიბი, ანუ ხალუბი. ეს ისეთი საოცარი ისიც ხომ არ იყო ჩვენი წარმომავლობა. რა თქმა უნდა იყო, იმიტომ რომ იმავე მეფეთა სიაში მე გაანალიზებული მაქვს ერთ-ერთი სახელი, ურუქის პირველი მეფის სახელი მესკიაგაშერი, რომლის სახელი კი არ არის, არამედ ეს არის სამსაფეხურიანი კოდი, რომლის პირველ საფეხურზე მესკიაგაშერი. კი ბატონო, მაგრამ ეგრე არის შიფრება, ეხლა აქ ჯერ ცალ-ცალკე ლოგოგრამა იშიფრება, შემდეგ სულ 6 ლოგოგრამა, მეორე საფეხურზე იშიფრება 2 ლოგოგრამა ერთად, ესე იგი 3 სიტყვაზე გავდივართ და მესამე ლოგოგრამის ფენა იშიფრება უკვე როგორც 3 ერთეული ერთად. მესამე საფეხური საერთოდ საოცარია, იმიტომ რომ იქ აბრაამზე მიდის ლაპარაკი და რა უნდა ლეგენდარულ მეფესთან შუმერში აბრაამზე საუბარს, თუ
ეს ინფორმაცია, რაღაცა ინფორმაციული სისტემა მაშინვე არ არსებობდა. ლაპარაკი არის ძველი წელთაღრიცხვის 3500 წელზე, ანუ გვიან ურუკის პერიოდზე. აი ისეთი უცნაური რაღაცეები გამოდის ხოლმე, იცით ლოგიკურად რომ ვსჯელობ რომ არ უნდა არსებობდეს. ეს ასე არ უნდა იყოს იმ ცოდნის დაკროვილი ცოდნის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს, სრულიად ეწინააღმდეგება, მაგრამ ფაქტი რომ ჯიუტია, რა უნდა უყო იმას კაც? პირდაპირ გეუბნება, არა მე ვარ და აი არ შეიძლება ამას არ დაუჯერო და განა ერთია ეს მესკი აგაშერი, 5 მეფეა მესხი. შუმერის ქალაქ-სახელმწიფოებში, ურში, ურუქში და ქიშში. და სულ ყველა მხოლოდ პირველი დინასტიების მეფეები არიან. რას ნიშნავს ეს? პირველი დინასტიის მეფეებმა დააფუძნეს ცივილიზაცია და მე ისინი ქრებიან. აღარ არიან. ისინი უკვე აღარ მოიხსენებიან. ანუ მესკის სახელი აღარ ისტორიაში დარჩა. რა თქმა უნდა დარჩა. კი, იმიტომ რომ მეფეთა სიაში არის, მაგრამ ისინი უკვე აღარ ფუნქციონირებენ. უკვე სხვა სახელის მქონე მეფეები მოდიან. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გავართ ცივილიზაციის ისტორიის სადავეები. რა თქმა უნდა შეიძლება ვთქვათ, მაგრამ იცით მე ისი თქმა მინდა. ამას რომ ვიტყვით, რომ ჩვენ მათ ცივილიზაციის არა დაბადების, რომელიც სადაც ჩვენც ვართ, მაგრამ ჯერ ამაზე არ ვილაპარაკებ, ხო? ცივილიზაციის დაბადების სათავეში რომ ვართ, უბრალოდ მომტანები ვართ ამ ცივილიზაციის, ჩვენ უნდა დავდოთ n რაოდენობის ფაქტები. 1, 2, 3, 4 იმდენი ფაქტი უნდა დავდოთ, რომ მსმენელს ბუდიში ამ სიტყვაზე მობეზრდეს. გავიგერო თქვენ ხართ. ხელებით ამიწევთ. ხო. ქალბატონო ანა, აქვე ჩაგეკითხებით, სანამ ძალიან საინტერესო თქვენ თხრობას გააგრძელებდით, თქვენ ძადებით მეცნიერი. ძალიან ბევრ კონფერენციაზე ალბათ იწვევენ ადამიანებს. იციან თქვენ შესახებ, რომ თქვენ ძანდებით და ალბათ ბევრ კონფერენციაზეც ხართ მიწვეული. ამისი შესაძლებლობა გაქვთ თუ არა, კიდე ცალკე ამბავია და თუ არის ჩვენი სახელმწიფო დაინტერესებული იმით, რომ ვთქვათ, თქვენნაირი მეცნიერები, თქვენნაირი სად არის, მაგრამ რომ თქვენ წახვიდეთ, წარმოჩინდეთ, თქვენი ნაშრომი დადოთ და საქართველოს ისტორიას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უსამართლოდ იჭკმალებოდა, გაუკეთოთ პოპულარიზაცია, რეკლამა და რეკლამა კი არა, თქვენი სამეცნიერო ნაშრომებით არის და ამტკიცოთ და უთხრათ მსოფლიოს. სანამ შესაძლებლობა მქონდა, მე დავდიოდი კონფერენციებზე, ეს იყო ასირიოლოგიის კონფერენციებზე, ეწოდება Rencontre assyriologique international ასირიოლოგთა საერთაშორისო კონგრესი. ხო და 20 წელიწად დავდიოდი. და ყოველთვის გამქონდა ქართველურთან დაკავშირებული თემატიკა, რა თქმა უნდა. და მისმენენ არანაირი შეკითხვა არ მოდის, იმიტომ რომ როდესაც ჩემი პრინციპი რა არის კვლევის? აი რაღაცას ვიკვლევ, ხო? სიტყვას მაგალითად. ამ სიტყვის ეტიმოლოგიას რო გამოვიკვლევ, შემდეგ უნდა ვნახო აი ამისი რეფერენტი, ანუ რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს, ხო? აი საგანია თუ რაც არის ფენომენი, როგორ ფუნქციონირებს საზოგადოებაში, კულტურაში რამე რამე მნიშვნელობა თუ აქვს. კი ბატონო, ანუ მე გავდივარ ეთნოლოგიასაც, არქეოლოგიასაც, სიმბოლიკასაც, ისტორიასაც და ამებში სულ ყველაში რომ გახვალ და დამწერლობაში მე როგორ კითხვა აღარ რჩება და თუ შესაძლებლობას მომცეთ ერთ ჩემს ისტორიას გავიხსენებ ეს კულისებიც მაინტერესებს მე ჯერ გაიხსენებ და მე მაინც ეს როგორ გითხრათ ჩემთვის სასიამოვნო არ იყო მაგრამ აჩვენებს როგორ გითხრათ დამოკიდებულებასაც და ამავე დროს გაოცებასაც იმით რომ აი რაღაც ისეთი ინფორმაცია გაჟღერდა კონფერენციაზე რომელიც მათ საერთოდ არ გაუგიათ. ასეთი რამ მოხდა ვიყავი თუ არ ვწდები შეერთებულ შტატებში ზუსტად აღარ მახსოვს ამ კონფერენციებზე სულ დავდიოდი და წარმადგინე მე იქ სადამწერლობო
სისტემები, მათი ღვთაებები და ქართველური წარმომავლობა. და მე ანალიზი გავუკეთე შუმერული ღვთაების, დამწერლობის ღვთაების სახელის დეშიფრირებას, შემდეგ გავუკეთე ეგვიპტური დამწერლობის სახელის დეშიფრირებას და ვაჩვენე, რომ ესენი ორივე ქართველურით იშიფრება. და შემდეგ წავედი და მოვყევი და ეს არქეოლოგია ეს სულ ყველაფერი ვაჩვენე. როდეს და მე ვიფიქრე ახლა ვაიმე რა საინტერესო შეკითხვები წამო, იმიტომ რომ დამწერლობა ეს არის ნომერი პირველი საკითხი, როდესაც ჩვენ ცივილიზაციაზე ვსაუბრობთ. და ალბათ დაბადებას ეს მაგრამ ეგ ცოტა სხვა დროს ხო და მე ვთქვი ახლა წამოვა ესეთი შეკითხვები და მინდა გითხრათო დამწერლობა კი ველოდები და თან მინდა თან არ მინდა რომ შეკითხვები დამისვან, იმიტომ რომ სიღრმეებში უფრო კარგი ხო რაღაც ინფორმაციები მქონდა კიდე შემონახული და თანაც საინტერესო ის იყო რომ პირველ წკრივში აი კიტებს რო ეძახიან ასირიოლოგიის ყველაზე დიდი წარმომადგენლების ხედან ხო ეს და მე ვთქვი აი მე ახლა რაღაცა შემეკითხებია და კაცი შვილმა ხმა არ ამიღო. რას უკავშირდებთ? ხო და რო დამთავრდა ეხლა კონფერენცია მოდერატორმა თქვა ნუ შეკითხვები თუ არა გაქვთ აბა მაშინ და სხვა მას რა ქვია ხო ამოიწურა 10 წუთით ადრე გამოვიდა რომ დავამთავრე ანუ რამდენი სალაპარაკო მქონდა მაგრამ რო გამოვედი აი ეს არაფუშეტი რომ არის ხოლმე ხო აი მაგაზე გამოვედი და ეს ხუთივენი ის იყო ასირიოლოგი ეს ხუთივენი სხედან ერთად ერთი მაგას სხედან კი არა დგანან ერთი მაგიდის გარშემო და ამ დროს მე უნდა გვერდით გავუარო, იმიტომ რომ უნდა გავიდე სხვა ოთახისკენ და საოცარი რაღაც მოხდა. ხუთივემა ესე გამაყოლეს თვალი, მაგრამ სახეზე ჰქონდათ არა სიამოვნება, არამედ გაოცება და ვიტყოდი ცოტა გაბრაზებაც. და იმიტომ თქვენ შეიტანეთ ახალი სიტყვა, ახალი ხედვა, უკვე დამკვიდრებულ ჩაქვავებულ შეხედულებებში. და ამ დროს როგორ გამომაცხადა მოდერატორმა ისა ქართველი თურქეთის უნივერსიტეტიდან და ამაზე სულ გადაირიე თურქეთის უნივერსიტეტში ვასწავლიდი მაგ პერიოდში ხო და თურქეთის უნივერსიტეტიდან ვიყავით წასული იქიდან ვიყავით წასული ხო და ესე იგი გამოვიდა ჯერ ქართველი ხო საერთოდ არის ახლა აღმოჩნდა რომ ვიღაც სადღაც თურქეთში უმუშავია და საერთოდ ამას უდავნის და ძველ ქართველებს და ლაპარაკობს კიდე შუმერებს ძალიან ის იყო ნუ ერთი მხრივ სასაცილო იყო მაგრამ მეორე მხრივ ძალიან გული დამწყდა რომ აი არავინ არ გამომეპასუხა არავინ შეკითხვა არ დამისვა რაღაცა დამლაპარაკებოდნენ უბრალოდ ხო უფრო მეც გაიგებდნენ მაგრამ ნუ არა უშავს ახლა მე ბატონ დავითს უნდა ვკითხო. ბატონ დავით, როცა ხარ პატარა ერის წარმომადგენელი, ძალიან ძნელია ხოლმე გაუწიო პოპულარობას, შენს დამწერლობას, შენს კულტურას, შენს სიმღერას, შენს ცეკვას, მოკლედ ყველაფერს, რასაც შენი კულტურული კოდი ქვია, ხო? ასე იყო საუკუნეების განმავლობაში. ნუ ალბათ ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესებს ვიცავდით ოქროს საუკუნეში, ხო? მე-12 საუკუნეებში. და ამის შემდეგ ჩვენ ხვდებით უკვე დამოკიდებული ზე იმპერიებზე იჩაგრება ჩვენი კულტურა და ნელ-ნელა დეგრადირებას განიცდის და ამასთან ერთად რომ სახელმწიფო ემცრობა შენ კარგავ შენ კულტურულ კერებს თქვათ ათონის მთაზე იქით-აქეთ ყველგან მოკლედ სადაც რამე გქონდა და ამასთან ერთად ყველას უნდა რომ შენ კულტურის ნარჩენებით იყვებოს და შენ აღარ იყო არაფერი როგორ დაახასიათებდით აი ჩვენთან როგორ იყო ეს საკითხი ქართველებთან მიმართებით როდესაც ასეთ დიდი ისტორია ფაქტობრივად დაიჩრდილა ამას შემდეგ მოყვა საბჭოთა კავშირი და ასე მოვედით დღემდე. თქვენ დასმულ საკითხს ასეთნაირად დავანახებ მაყურებელს ორი მხრიდან. ერთი, რას აკეთებენ სხვები და ეს არ ხდება მხოლოდ მე-20 საუკუნეში ან თუნდაც მე-19-ში, არამედ ეს ხდება რამოდენიმე 1000 წელიწადია, აქ ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ბერძნების დამოკიდებულება ჩვენთან, აქ ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ასურეთის, ანუ მისი მეფის დამოკიდებულება ჩვენ ფარნავაზი ვინ დაგვიმტკიცა მეფეთ. ასურასთანის მეფე დაგვიმტკიცა, გასულ იმან გადასცა მას რეგალიები და შენ გახდები საქართველოს მეფე. თავისთავად კი არ მომხდარა. ესე იგი, როგორც ყარაყორუმიდან ნიშნავდნენ, ვაშინგტონიდან მხარს უჭერდნენ, მოსკოვიდან, კონსტანტინოპოლიდან და რა ვიცი, საიდან აღარ, ხო ისპანახიდან. ყავდა პიტიახშები, ყავდა რა ვიცი. ეს არის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. გარდა გარკვეული გამონათებებისა, აი თქვენ ბრძანეთ დავით აღმაშენებლიდან თავის თამარ მეფის ეპოქის გამონათება როცა იყო, ხო? ესე იგი
ჩვენ ყველა დიდიერი, აი ბერძნები იყვნენ ჩვენი წინააღმდეგები, რომ არ ქონდა ავტოკეფალია. გახსოვთ ახლა გიორგი ათონელის და მათი როგორ გამოგლიჯეთ, ჩვენ გამოგლიჯვაზე ვართ. ეს არ ხდება შემთხვევით. ეს არ უნდა დავახასიათოთ როგორც ცუდი რამ. ჩვენ რომ ამ დღეში არ ვყავდეთ 1000 წლეულებია დიდი იმპერატორებს, ჩვენ შეიძლება ვერ გაგვიხანგრძლივებინა ჩვენი ცხოვრება. ჩვენს ერზეა ლაპარაკი, ანუ ჩვენ იზოლებულები რახან გაგხადეს რომ გამოვგლიჯოთ, ესე იგი ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. ახლა გადავდივართ ჩვენ თავზე. აქ ერთია რომ შენ უნდა იბრძოლო და შენი თავი დაიმკვიდრო და გააგებინო სხვა ყველაფერი, მაგრამ აქ მეორე კიდევ მთავარი საკითხია. აი იონე ზოსი მებრძანე თქვენ ხომ? ეს ყველაფერი შემთხვევით კი არა მიძინებული. ეს არის განსაზღვრული იმ არ ვიცი ვის, მაგრამ იმათ მიერ, ვისაც განსაზღვრული აქვს რომ შენ ჯერჯერობით ხარ დაფარული. დაფარულია. ესე იგი, აქ სამი რაღაცა ხდება. შენივე ხელით შენ ხარ დაფარული. შენივე ხელით შენ უნდა იბრძოლო, შენივე დაფარულის დასაცავად და შენივე ხელით დაბადებული ცივილიზაციები, ანუ პირობითად ლაპარაკია იმპერიებზე, ხო? ისინი შენ დაბადე, იმიტომ რომ შენ გებრძოლო, შენ ყველაფერი გადაარჩინო და შენ თავამდე ახვიდე, შენ შეითავი ისევ დაინახო. ასეთი სურათი დავინახე ქალბატონი ანას ციგნებიდან, ჩემი არაფერი გეგონოთ, ძალიან გთხოვთ, მკითხველი ვარ, ბატონო, თავი დამანებით, არ ვარ მეცნიერი, არ გამოკრიტიკოთ, მე მკითხველი ვლაპარაკობ ხლა. ძალიან მიჭერდა სკრუპულოზური. კი ბატონო, თქვენთანაც რამდენი დამი აღმოაჩინეთ, ხო? რაც ჩვენი მაყურებელი როდის დაგვიბრუნდება ბატონი დავით შემოდგომაზე დავბრუნდებით და მეორე ტომითაც და ჩვენ ამაზე ალბათ დღესაც მოგვეცემა საშუალება პატარა რაღაც რომ ვახსენო. მე მინდა რომ ისევ ქალბატონი ანას საუბარს დაუბრუნდეთ და ერთ რამეს დავამატებ, სადაც აი თქვენ კითხვამდე რომ გაჩერდა ლაპარაკი იყო ხალიბი, რომელიც არის რეალურად ყალიბი, ყ ეს არის ბგერა, რომელსაც სემიტები ვერ გამოთქვავენ, როგორც ჩვენ გამოთქვათ, მაგრამ იმათთან დახურულია და ალიბი გამოდის. აქედან მოდის ფინიკიური ანბანი, დედა ანბანი, ყველა ანბანისა, როგორც ცნობილია თანამედროვე მეცნიერებაში, იმის პირველი ასო ალეფი, რომელიც ხარია და ეს ყალიბი ნიშნავს ასევე ალებსაც. ეს ყალიბად მიეცათ მათ. იქ სახელი ყალიბისა დარჩა როგორც ალეფი, ხარი სემიტურად ალებს ნიშნავს, მაგრამ ის როგორც დაიხატა და დაიხაზა, ხარის რქებია და თავია გამოყვანილი. რომ დავაწვინოთ ლათინური ეირომ არის ან არომ არის ხომ ან რა ვიცი რომელი ენასაც გნებავთ ხომ ან რუსული ან ინგლისური გერმანული ფეხზე რომ გაზდა შუაში რომ ხაზია ეს დაწვენილი ხარის თავია მასში დამადული ის ხარი ალეფია მათენაზე და ეს ალეფი ყალიბია პირველი ასონიშანისა რომლის მსგავსად შეიქმნა 22 ასონიშანი ნუ კიდევ 21 ამ ფინიკიურში და ამ ფინიკიურიდან მოდის მე დასავლური და აღმოსავლური ანბანები ესე იგი მე დაუბრუნდი ისევ ახლა ქალბატონ ანას თემას რომ ისევ გავაგრძელოთ. კი ბატონო, ქალბატონო ანა, მოკლედ მოვედით იქამდე რომ ჩვენ აი ყალიბი გავიგეთ, პირველ დინასტიის მეფეები გავიგეთ და პირველ დინასტიის მეფეები გაქრა. რა ხდება შემდეგ ქართულ ცივილიზაციაში? თუ შეიძლება მე ხლა აი დაწყებულ თემას თუ შეიძლება ასე თქვას დავამრგვალებ, იმიტომ რომ ეს სურათი მინდა ძალიან რომ ჩვენ მსმენელს დარჩეს. ჩვენ ესე იგი გავიარეთ მთლიანი პერიოდი კაცობრიობის დაბადება განვითარებისა, მაგრამ ჩვენ არ გვითქვამს, როდის მივდივართ ცივილიზაციამდე. ხო სწორია, ცივილიზაციის განმარტებასთან დაკავშირებით 60-იან წლებში ჩიკაგოში ჩატარდა ძალიან დიდი კონფერენცია. ამ კონფერენციაზე განხილული იყო ერთადერთი საკითხი, რა არის ცივილიზაცია, რა ახასიათებს მას და ყველა გამომსვლელი, ვინც კი მოხსენება წაიკითხა ამ კონფერენციაზე, აღნიშნავდა რამდენიმე თვისებას, მაგრამ ამ თვისებებიდან ყველა ამ თვისებებს შორის უпростоრად ყველა ასახელებდა დამწერლობას და ბოლოს იყო ასეთი ცივილიზაციის განმარტებაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი არის დამწერლობა. კი ბატონო და უკვე შემაჯამებელ სხდომაზე იყო ასეთი მკვლევარი იგნას გელბი მან თქვა საბოლოო ჯამში გამოდის რომ დამწერლობა არის ცივილიზაცია და ცივილიზაცია არის დამწერლობა. აქედან გამოდის ეს არის ამოსავალი წერტილი ჩემთვის ცივილიზაციისათვის და ეს კი იმას იმიტომ რომ როდესაც შენ დამწერლობა გაქვს შენ შეგიძლია ინფორმაციის დაგროვება და შენ უკან ვეღარ მიდიხარ იმიტომ რომ ინფორმაცია გაქვს. აუცილებლად უნდა გკითხოთ ესე იგი ერები
გარდა იმ 14 ერისა, რომელსაც აქვს დამწერლობა, დანარჩენები ნაკლებ ცივილიზებულად ითვლებიან, თუ არა რომ ვთქვათ, რომ არ არიან ცივილიზებულები. იცით რა, ჯერ ერთი ანბანი ხო, დამწერლობა ზოგადად ხომ გადაიწერეს. ფაქტობრივად მთელი დამწერლობა მოდის შუმერულიდან, მოდით ასე ვთქვათ. აქ ახლა არის ორი საკითხი. არის იეროგლიფური, ჩვენ ვიცით ხო, ეგვიპტური დამწერლობა და ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ეგვიპტურიდან წამოვიდა და არის ასევე შუმერული ლურსმული დამწერლობა. ეს საკითხები მე მაგალითად ამაზე მაქვს გამოქვეყნებაც გაკეთებული და რატომ მაინც და მაინც შუმერულიდან? იმიტომ რომ შუმერული როგორც სურათხატოვანი დამწერლობა, მისი პირველი საფეხური, ასევე ლურსმული დამწერლობა, ეს არის ხაზოვან-კუთხური დამწერლობა, რომ დააკვირდეთ. ანუ ეს არის გეომეტრიული დამწერლობა და გეომეტრიულ დამწერლობას გააჩნია ძალიან დიდი პოტენცია განვითარების. მაშინ, როდესაც ჩვენ თუ გაქვს ეგვიპტურში მაგალითად სახლი, რომელიც სახლს ნიშნავს, გედი, რომელიც გედს ნიშნავს, ან დამჯდარი ადამიანი, რომელიც ადამიანს ნიშნავს, შენ თუ ამას ვეღარ განავითარებ, რანაირად უნდა განავითარო ეს შენ უნდა შეინარჩუნო ის რეალისტური სახე. ანუ ამიტომ ხომ არ დარჩნენ იქ, რომ ვეღარ გადმოდიან რაღაც ჩვეულებრივ დამწერლობაზე იაპონელები, ჩინელები. აქ ცოტა სხვა რაღაცეებია. ისიც რა ხდება, აქ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ენის ბგერითი სისტემა, როგორც კონტინუუმი, ანუ აი ყველა ბგერა რო ერთად წარმოიდგინოთ, როგორც ერთი ნაჭერი და უნდა შეგეძლოს, უნდა იყოს ისეთი აბსტრაქტული აზროვნების დონეზე ასული, რომ შენ აი ამ ერთი მთლიანი ნაჭრიდან უნდა შეგეძლოს გამოყო ფონემები. ფონემის გამოყოფა კიდევ ხდება დისტინქციური თვისებების საფუძველზე. ანუ შენ ესეც უნდა იცოდე. დისტინქციური თვისებების საფუძველზე კიდევ ეს ფონემები ზოგჯერ ერთით ან ორი ერთეულით განსხვავდებიან. შენ ეს ყველაფერი უნდა იცოდე და ეგეთი ადვილი არ არის. ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე, როგორც გამახსენდება, ეხლა გვარი უცებ გამომივარდა თავი და ერთ-ერთი პალეოგრაფი ამბობდა, ძალიან დიდი პალეოგრაფი ამბობდა, დამწერლობა ერთჯერადად შეიქმნა, ერთხელ შეიქმნა. ის ლაპარაკობდა ამბანზე, მართალია, მაგრამ ეს უნდა გავრცელდეს, რა თქმა უნდა, ზოგადად დამწერლობაზე. იმიტომ რომ ამის ისტორიული მაგალითი გვაქვს, ხო, ჩვენ შუმერში წარმოიქმნა, გაჩნდა პირველი სისტემური გრაფიკული გამოსახვა მთლიანი ენისა. ეს უზარმაზარი, როგორ გითხრათ, შედეგია ძალიან დიდი აზროვნებითი პოტენციალისა და ამისი გამეორება ძალიან რთულია. ამიტომ იყო რომ მე სულ ყველამ წაიღო აქედან და მართალია ის მე თითქოს ფინიკიურისკენ წავიდა, ის ფინიკიურიც ვინ შექმნა არავინ არ იცის და სინამდვილეში მთლიანად ქართულ ასომთავრულზეა დამოკიდებული და ასე შემდეგ და გავცელდა ეს. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ აი ამ დამწერლობიდან, ესე იგი პირველი დამწერლობის შემოღებიდან, რომელიც აითვლება ძველი წელთაღრიცხვის 3300 წლით გვიანი ურუკის პერიოდში იწყება ცივილიზაცია. ეხლა ვნახოთ, რა მივიღეთ საბოლოო ჯამში აი ამ დროით წრფეზე. ცივილიზაცია არის 5300 წლის. დამთავრდა. არც მეტი, არც ნაკლები. და კაცობრიობა დაიბადა 45,000 წლის წინ ერთი შეფასებით ზედაზღვრით და ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვდის რომ სადღაც 40,000 წელიწადი სად არის? ხო უნდა ვნახოთ რა ხდება აქ. და ქვედაზღვარს თუ ავიღებთ, იქ 30,000 წელი. აი ეს პერიოდი როგორ იქნა გამოყენებული? ხო, რა ხდებოდა ამ დროს? როგორ მოვედით აქედან ცივილიზაციამდე? საქმე იმაშია, რომ აღმოჩნდა, რომ მთელი რიგი მახასიათებლები ზედა პალეოლითისა ჩვენ გამეორებული გვაქვს შუმერულ ცივილიზაციაში. და ამას ვინ აკეთებს? ვინ კრავს კაცობრიობის დაბადებასა და ცივილიზაციის დაბადებას? ქართველური ფენომენი. უპირველეს ყოვლისა ამირანის, უпростоრად ამირანიანის თქმულებები.
და მე ეს შემიძლია ეხლა აი როგორ დავამტკიცოთ ქალბატონო ანა რომ ეს ნამდვილად ასეა მტკიცდება თუ არ მტკიცდება აი ამ ნაშრომს ქვია ლაფერმე ორენე და ამირანიანი ჩარჩო პროექტი კაცობრიობის ჩარჩო პროექტი თურმე აღმოჩნდა რომ კაცობრიობის განვითარება ყოფილა ძალიან მარტივი. ისეთ რამეს ვამბობ, ეხლა ვიცი, ალბათ ზოგიერთები ჩამქოლავენ, მაგრამ ეს ასეა და ამის დამადასტურებელი ფაქტები გვაქვს ძალიან ბევრი. ნაწილი არის აქ, რა თქმა უნდა, აი ამ წიგნში მოცემული და აი აქ მე ეხლა ვთხოვდი რომ აჩვენონ თუ შეიძლება მესამე სურათი ილუსტრაცია პროდიუსერებს ვთხოვთ მესამე ილუსტრაცია გვაჩვენონ და თუ შეიძლება ცოტა ეკრანზე გაადიდეთ თუ შეიძლება კარგად გამოჩნდეს აი ამ სურათს როდესაც შეხედავთ ეს სურათი არის ირემი და ქალბატონი ამ კომპოზიციას ასე ქვია ეს კომპოზიცია შესრულებული არის ირმის რქის პაწაწინა ნატეხზე ზომა 10.6 სანტიმეტრი ამ კომპოზიციაზე, როდესაც იგი იყო აღმოჩენილი, ძალიან ცუდი გამოხმაურება ჰქონდათ კვლევებისაგან. საფრანგეთში ეს არის ლოჟერი ბასეს კლდოვანი თავშესაფარი, ეს დორდონია, მდინარე ვეზერეს ხეობაში და კლდოვანი თავშესაფარი გადმოფარებული კლდეა, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ აი სად იქნა აღმოჩენილი რა კონტექსტი მოყვებოდა მას. აი ძალიან საინტერესოა ამის ის შესწავლა, რაც ადგილზე უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ამას თავისი ფინანსები ჭირდება. მხოლოდ ილუსტრაცია და რომც იყოს ფინანსები ქალბატონო ანა დაგიშვებე, თქვათ ფრანგები. ეს ეხლა მუზეუმშია, ეს პატარა მონაკვეთი, ეს პატარა არტეფაქტი მუზეუმშია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც დაანახვებ, რომ შენს მუზეუმში არის ისეთი რაღაცა, რომელიც კაცობრიობის დაბადებას გიჩვენებს, ანუ საფუძველს გიჩვენებს, რომ ის მომდინარეობს თურმე არაჩვეულებრივი ამირანიანის თქმულებიდან და ამ თუ შეიძლება დააბრუნონ ეს ძალიან გვინდა საოცარი კომპოზიცია და მე მინდა ეხლა მსმენელებს უთხრათ თუ რა ოსტატობით არის ეს შესრულებული, იმიტომ რომ ასეთი ოსტატობით დღეს არ სრულდება შედევრები. აქ არის ხილული და უხილავი ელემენტები. ხილული ელემენტი ორადორია. ეს გახლავთ ფეხმძიმე ქალი და მეორე ეს არის ირმის ფეხები. ხო, სწორია. რა არის ეს? რას უნდა გამოხატოთ? მოდაყვეთი მხოლოდ ეს არის ქალბატონო ანა. მარტო ეს არის, მაგრამ შიგნით არის უამრავი უხილავი დეტალი. ეს უხილავი დეტალები სულ ყველა არის სათითაოდ გაანალიზებული აქ. ვინ არიან ეს უხილავი დეტალები? ეს უხილავი დეტალები აღწერენ ამირანიანის სხვადასხვა გმირებს, როგორც არიან მისი ძმები, ამირანის მამას, ამირანი როდესაც არის ჯაჭვებით ჩამოყენილი ბატონო, ეგეც გამოხატული არის ყურშა, როდესაც ყურშა არის გაბრაზებული ნუ ეს საოცარია აქ პირდაპირ შეიძლება არ ვიცი ახლა რამდენად გამოჩნდება ეს რა თქმა უნდა მაგრამ ნუ უამრავი ქალბატონო ანა თუ იციან აი ამ დეტალებს ასეთი გაშიფვრის შესახებ ფრანგებმა იმ მუზეუმის მოსწავლეებმა არა რა თქმა უნდა არ იციან იცით მე ძალიან ბევრი ვეცადე წერილებს წერდი მუზეუმებს ცალკე პიროვნებებსაც მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მქონდა აქედან გამომდინარე ნუ ჯერჯერობით ეს წიგნი ასე ვთქვათ არ მუშაობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმუშავებს, იმიტომ რომ აქ მარტო ამირანიანი არ არის. აქ ჩანს ისიც, რომ იესო ქრისტე არის ამირანის ქრონოლოგიური განმეორება. ამიტომ რაც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, ხო ეს ხატებიდან და ასე შემდეგ ეს სურათები, როგორ არის მაგალითად მარიამი მაგალითად მიძინებული, როგორ არის იგივე იესო პატარა ბავშვი, როდესაც არის გახვეული ჩვილი.
ეს ყველაფერი ამაში გაქვთ. ქალბატონო ანა, თქვენი აზრით, როგორ მიაღწევდა ქართული თქმულება ამირანიანი საფრანგეთამდე აი ამ პატარა დეტალის სახით? როგორ მიაღწევდა? არა, არ მიაღწევდა. კი არ მიაღწევდა, არამედ იქ იყვნენ. არ ვიცი, ვერ გეტყვით ეგ ზუსტად როგორ მოხდა, მაგრამ იქ რომ იყვნენ კაცობრიობის დაბადებისთანავე ეს ფაქტია. იმიტომ რომ ამისი შეტან-შემოტანა უბრალოდ წარმოუდგენელია. იქ იყვნენ ისინი. ანუ ძველი ქართველები იყვნენ სრულად ევროპაში? კი, აშკარად. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ ერთ მომენტს, თუ შეიძლება მესამე იყო ხო ეს? მეოთხე ილუსტრაცია თუ შეიძლება გაჩვენეთ რა. ამის შემდეგი ილუსტრაცია. ეს არის შემდეგი ალბათ. შემდეგ თევზი ჩანს, თევზი აქედან ვეხედა. ხო, აი ეხლა ნახეთ, ეს თევზის გამოსახულება არის აი ამ ქალბატონის მუცელზე. რატომ უნდა იყოს ქალბატონის მუცელზე თევზის გამოხატულება? ეს არის სულკალმახის გენი. ანუ ეს გიჩვენებთ, აი ვინც უნდა დაიბადოს, იმისი წარმომავლობა საიდან არის. თევზიდან ყოფილა. ანუ მუცელში ყავს თევზი, სულკალმახი. არა, ეს არის სახე. ერთ-ერთი სახე ამირანის. ჩვენ ვიცით მხოლოდ რომ ამირანი არის ღვთაება, ამირანი არის ადამიანი და ამირანი არის ხარი. ამირანი არის თევზიც. აუცილებლად. და ეს თევზის იპოსტასი მამისგან გადმოყვა. და ეს რომ ნამდვილად ეს მარტო აქ არ არის სხვა ცილინდრებზეც არის ძალიან ხშირად აღნიშნული, მაგრამ ეს არის იცით რატომ საინტერესო, რომ ეს კომპოზიცია გადაიმისა, რომ ამირანიანის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ეპიზოდს აღწერს, ის ამავე დროს გვეუბნება, რომ ამირანის მამა იყო სულკალმახი. და ვინ იყო სულკალმახი? სულკალმახი კიდევ იყო უანი. ანუ ეხლა ვეგეთ თუ შეიძლება შემდეგი ილუსტრაცია გაჩვენეთ ხო? ეს იყო ამირანის მამა იყო იგივე უანი, რაც ჩემს მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიურ ქსელში არის დაწვრილებით აღწერილი. ვინ იყო უანი? ბეროსუსის, ეს არის ძველი წელთა აღრიცხვის მესამე საუკუნის ბაბილონის მარდუქის ტაძრის უფროსი ქურუმი. და ასეთივეა გამოსახულება სწორედ სტილში, ხო? ეს თვითონ არ არის, ბეროსუსი არ არის. ბეროსუსს უწერია, რომ როდესაცო შუმერის ტერიტორიაზე ხალხი ცხოველებივით დადიოდა, ჩასაცმელი არ ქონდა, ცხოველებს დაყვებოდნენ და რასაც ისინი ჭამდნენ, ისინი იმით იკვებებოდნენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ ზუსტად რა უნდა ეჭამათ. ამ დროს ერიტრიის ზღვიდანო, ანუ იმიდან სპარსეთის ყურიდან გამოვიდაო ერთი ურჩხული თევზკაცი. და აი ეს ამ თევზკაცის ბარელიეფია ეხლა ეს, რომელსაც ერქვა უანი შუმერულად, ხოლო ბერძნულად მას უწოდებენ ოანეს. ვინ იყო ეს უანი? ეს უანი ჩემი გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ვიცით რა იქნება ნათქვამია შუმერულში, რომ ეს თევზი იყო ურჩხული, მაგრამ თევზის რა ჯიში იყო? ეგ არ წერია და ქართულიდან ირკვევა, რომ ეს იყო კალმახი. იმიტომ რომ შუმერებს ყავდათ სულკალმახი. ხო, და იმიტომ რომ შუმერებს ყავდათ ღვთაება სულკალმახი. ნუ რა უნდა უყო ეხლა ამას? ხო, შენია ეს სულკალმახი, შენია ეს უანი და ნუ ხო უნდა მიიღო ეს არა? და გარდა ამისა, ჩვენ კი მივიღებთ, მაგრამ ვინ გვიტოვებს ხო? ამან იცით რა შეასაქმე? როდესაც ეს დაკავშირებული არის ზედა პალეოლითთან, ეხლა მე ვაჩვენებ, როგორ არის ეს უანი დაკავშირებული და ამირანის მამის თევზის იპოსტასი აი იმ ზედა პალეოლითთან, საქმე იმაშია, რომ იქ არავინ არ იყო. არავინ არ იყო, არც ერთიერი არ არსებობდა. ამ დროს ბუდიში და თანამედროვე ადამიანი უბრალოდ ფეხსით გავდა, მაგრამ ერთი ნაწილი ამ ხალხისა რომ ფეხსით გავდა, მეორე ნაწილი შედევრებს ქმნიდა. ამიტომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა განვასხვაოთ, ხო, ერთმანეთისაგან და აი ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მივდივართ ფაქტობრივად აი ამ უანის ფენომენთან, ხაზით არ მიდის, ხო, ზოგი არის მეტად განვითარებული, ზოგი ნაკლებად.
მოყვება მათ კვალს. კი ბატონო, 100-ია ხო და არ მიყვება და ძალიან წინარი ერთი და მეორე ძალიან ჩამოწევია. 100-ია, ნუ ამას აჩვენებს სხვათა შორის ეს არტეფაქტებიც, ხო, სხვათა შორის იმ ნახატებსაც რომ ნახავთ, ეხლა მე საკმაოდ ბევრი მაქვს ნახე. ზოგი არაჩვეულებრივი შედევრია და ზოგი კიდე ნაჩხაპნია, ხო? ეთყობა ემჩნევა რომ ვიღაცა სწავლობდა კიდევაც ამას. მაშინ როდესაც ვიღაც უკვე დაოსტატებული პიროვნება გახდათ. მე მინდა აი ამ თევზზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფენომენია და თევზი არის იესო ქრისტესთანაც დაკავშირებული მოგეხსენებათ. კი ბატონო, ხო. და იესო ქრისტეს აღდგომა, მკვდრეთით აღდგომა, გამოხატული იყო ფეხზე მდგომი თევზით, რაც სახით ზეცისკენ უკვე ნიშნავდა მის აღდგომას. აბა ნახოთ ეხლა რა ხდება ზედა პალეოლითში, აი ამ თევზთან დაკავშირებით და ეხლა მე მინდა რომ იმედი მაქვს რომ უკვე შემდეგი ერთ რამეს ვიტყვი თუ შეიძლება. კი ბატონო. მაინც რომ არ მიიღონ მაყურებლებმა რელიგიური შეხედულებები ამ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს არანაირად, აქ ლაპარაკი ამაზე არა. აქ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ რთული ამის აღქმა ერთი მოსმენი და ამის გაგება არ ხდება გადახედვა არანაირად მართლმადიდებლური სწავლებისა, აქ ამაზე საუბარი არ არის. თქვენ მე მაგალითად ასე აღვიქვავ, ჩემ მაგალითს მოვიყვანთ და არაფერს რა თქმა უნდა არ ვასწავლი, რომ ძველი აღქმა ეს არის უპირველეს ყოვლისა წინასწარმეტყველება ქრისტეს დაბადების. წინასწარმეტყველები ამბობენ რომ ასე მოხდება და რამდენიმე საუკუნეში ადრე იყო ამაზე. მე ამას აღვიქვავ, ახლა რასაც მე ვისმენ ხო ქალბატონი ანასთან და რაც სამიკითხე მეშრომებში რომ ეს არის დიდი წინასწარმეტყველის შემადგენელი ნაწილი. წინასწარმეტყველება მარტო არ არის შემოფარგლული ის ძველი აღთქმით, ის მანამდეც არსებობდა ზუსტად ისეთი, როგორც ის შემდეგ განხორციელდა. მე ამას ასე ვხედავ და ჩემ მაგალითს მოვიყვან სხვას აღარაფერს. დიდი მადლობა ძალიან. მე მინდა აქვე გითხრათ რომ YouTube მაყურებელი ჩვენი რომელიც შეჩვეულია რომ პოლიტიკური გადაცემები უნდა იყოს ჩვენს ეთერში, ძალიან დიდ მადლობას გვეუბნებიან. ჟივილ ხივილია მოკლედ აკატეხილი და ისეთი დონის მაყურებელი გვიზის და გვიყურებს რომ აი გაოცებული ვარ მინდა გითხრათ და ყველას ვერ წავიკითხავ, მაგრამ ნუ აი დიდი გულის ტკივილით ამბობენ აი მაგალითად რომ ქართულ ტაძრებში მიზანმიმართულად თეთრდებოდა ქართული ტაძრები, უძველესი ფრესკები, რომ წაშლილიყო ასომთავრული წარწერები, რათა ჩვენ ცივილიზაციის კვალი წაეშალათო და სიძველეების გატანა მოხდა საქართველოდან, ყველაფერი ეს გაიტანეს, იმიტომ რომ ჩვენი კულტურული კვალი წაშლილიყო და ძალიან დიდ მადლობას გეუბნებიან ბატონ დავით, როგორც თქვენ, ისე ქალბატონ ანას რასაკვირველია, ეს არის ჩვენი გადაცემის ვარსკვლავი, ისმეთ ქალბატონო. ეხლა ვთხოვდი რომ აჩვენონ მერვე ილუსტრაცია. თუ შეიძლება მერვე ილუსტრაცია. ეს არის აოცრება. ეს არის თევზის გამოსახულება დანამდვილებით. ხო, თევზის გამოსახულება. ეს თევზის გამოსახულება გახლავთ 25,000 წლის წინანდელი. აბა დახუჭეთ თვალები და გაიაზრეთ როდინდელია ეს. და სად არის ახლა ეს თევზი გამოსახული? ეს არის სწორედ უზარმაზარი საოცრება. და რა თევზია კიდევ გამოხატული ზედ. გამოქვაბულს, სადაც ეს თევზი არის გამოქვაბულის ჭერზე გაკეთებული. ეწოდება abri de poisson. ანუ თევზის გამოქვაბული. ესეც საფრანგეთში. საფრანგეთში კი. ამ თევზს აქვს ერთი არაჩვეულებრივი თვისება კი არა, უბრალოდ გამოხატული თვისება, ასე ვიტყოდი, და ეს არის სხვათა 25,000 წლის ხომ არის და ამავე დროს ამ თევზს აქვს რეალური თევზის ზომა. ესეც მნიშვნელოვანია და დააკვირდით თევზის თავს. თევზის ცხვირი წამახვილებულია და ოდნავ ზევითაწეული. ასეთი რამ სჩვევიათ ორაგულებს, როდესაც ტოფობის შემდეგ ისინი, ანუ ქვილის რო გაანაყოფიერებენ, შემდეგ ისინი კვდებიან. ეს აბზუებული ცხვირი არის მათი უკანასკნელი წუთების მაჩვენებელი. ახლა მე გეკითხებით. რა უნდა
ორაგულის თევზს 25,000 წლის წინ საფრანგეთის გამოქვაბულში და ეს არის ორაგული, რომელიც ქართულ მითოლოგიაში, მგლის ლეგენდაში პირდაპირ გიდევთ და ცოტა ხანში წავიკითხავ იმ მონაკვეთს. მაგრამ რა ხდება? ეს თევზი რო კვდება, სხვათა შორის როგორც მდედრი, ასევე მამრი თევზი კვდება ხოლმე და რატო კვდებიან ისინი? ისინი ტოვებენ საკვებს გამოჩეკილი იმისათვის, თევრებისა, ლიფსიტებისთვის. ანუ ეწირებიან მომავალ თაობას. ეს არის კატასტროფიულად საინტერესო ფაქტი, როდესაც შენ ხედავ, რომ ხო, და ეხლა ნახეთ. ეხლა თუ შეიძლება მოგვეცით მოიცადეთ ერთი წუთით შემდეგი გამოსახულება, ეს არის მე-9 ილუსტრაცია. ხედავთ, აქაც რა არის? აქაც თევზია. თავის ფხით, კი ბატონო. სად არის ახლა? ეს თევზი ჯერ ერთი არის ასეთი გამოქვაბული ნიო. ანუ ესეც საფრანგეთი. ესეც საფრანგეთია, კი. და ეს ამ თევზის გამოსახულება არის გამოქვაბულის იატაკზე. ნახეთ რა ხდება. ჭერი და იატაკი. ჭერი და იატაკი. ანუ ზესკენ-ქვესკნელი თითქოს. ანუ ლაპარაკი არის, ესე იგი ღვთაებრივ თევზზე და ჩვენ ვიცით რომ ღვთაებრივი თევზი ჩვენ შუმერში უკვე ყავს, ხო, სულკალმახის სახელით და ჩვენ ყავს აგრეთვე მეორე თევზი, რომელიც იატაკზეა, ანუ დედამიწაზეა და ამით ჩვენ უკვე გადავდივართ დავათის სტელაზე, მაგრამ ცოტა ხნით უნდა შევჩერდეთ ამ თევზებზე, იმდენად რამდენადაც ეს თევზი გახლავთ უკვე კალმახი. და კალმახს აქვს თურმე ასეთი თვისება, ძალიან თითონის ფაქტი, რომ ორივე კალმახიცა და ორაგულიც ნახსენებია მგლის ლეგენდაში, ეს არის საოცრება. რატოა საოცრება? ზედა პალეოლითის ეპოქის მსოფლიო აი ამ ნახატებში, თევზის ნახატებში სულ 10 ცალი გვაქვს თევზის ნახატი. ამ 10 ნახატიდან ისიც დაახლოებით 10-ია და აი ამ დაახლოებით 10 თევზის ნახატიდან 2 არის ერთი ორაგულის, მეორე კალმახის და კალმახს თვისება აქვს ასეთი, როდესაც მდინარიდან ოკეანეში ან წყალში გადადის, იგი იცვლის ფერსაც, იცვლის თავის როგორ ვთქვა, მისი ხორცი უფრო კარგი ხდება, იზრდება უფრო და ანუ კალმახ ორაგულია. ჩვენ რაც აქ ახლა ზედა პალეოლითში ვნახეთ, ზუსტად კალმახ ორაგულია. და რომ ეს მართლაც ქართულთა მხოლოდ ქართული ხსნის ამას, სხვა არაფერი არ ხსნის და აი ახლა კალმახ ორაგულზე თუნებას მომცემთ, წავიკითხავ ჩემი წიგნიდან პატარა მონაკვეთს, ეს არის მგლის ლეგენდა. კავკასიონის რეგიონში ცხოვრობს კალმახთა ტომი, ეს ქართველები არიან. წყემსთა და შემდეგ მეომართა ტომი. ეს არის ქიანა ქვეყანა. სულ კალმახია, კალმახ ტომთა სულიერი მოძღვარი და მწყემსი თავისი ტომისა. საქვირითოდ სულ კალმახს კალმახები მიჰყავს სულ მაღლა მშობლიური მდინარეების სათავეებში. მათი წინამძღოლები არიან ორაგულები. აი გამოჩნდა მეორეც. ანუ ორაკულები. ორაგულები ამალით წინ მიუძღვებიან კალმახებს საქვირითოდ ზენასოფელს. ზენასოფელი რა თქმა უნდა. კალმახები ქვირითობენ, მრავლდებიან, ქვირითიდან ჩდებიან და უკან ბრუნდებიან კალმახხეთები. ეს ველი მთლიანად მათი სამშობლოა. კალმახებისა და მათი სამშობლოს ზეციური მფარველია დიდა ვოინანა. აი ამ მგლის ლეგენდაში რატომ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველურ ტომებზე ნათქვამი, რომ ისინი არიან კალმახთა ტომის წარმომადგენლები. ჩვენ კი ვიცით, რომ კალმახთა ტომის კალმახები ორაგულებად გადაიქცევიან ხოლმე, ხო? და ამ დროს ჩვენ ხედავთ ზუსტად კალმახსა და ორაგულს ზედა პალეოლითში, საფრანგეთში და ამას ხსნის მხოლოდ და მხოლოდ ეს ქართული ამბავი და რატომ მაინც და მაინც ეს ქართული ამბავი? იმიტომ რომ ახლა ჩვენ პოზიციას უნდა დავაკვირდეთ. თევზის
პოზიციას. და როდესაც თევზის პოზიციას დავაკვირდებით, ჩვენ იქ უკვე შუმერში გადავდივართ, რა თქმა უნდა. შუმერის ცილინდრებზე გამოხატული არის ხოლმე თევზი სულ სხვადასხვა პოზიციაში. ზოგჯერ მდინარეს მიყვება, ზოგჯერ აღმა მიდის, ზოგჯერ მაგრამ ჰაერში დაფრინავს. ეს ილუსტრაციები არის 6A, 6B და 6G. შეიძლება რომ ვაჩვენოთ ესეც ჩვენს მაყურებელს და ეს არქაული ცილინდრებია. ანუ არქაულ პერიოდში ჩვენ ფაქტობრივად უკვე გვაქვს თევზის განსხვავებული პოზიციები. და ეს განსხვავებული პოზიციები მერე კიდევ უფრო მყარდება ადრე დინასტიურ პერიოდში შუმერში და ეხლა მე ვთხოვ რომ მეათე ილუსტრაცია გვაჩვენოთ თუ შეიძლება. მეათე ილუსტრაციაში აი ხედავთ ეს არის არაჩვეულებრივი საბეჭდავი ადრე დინასტიური ხანისა. ეს არის საბეჭდავი? ეს არის საბეჭდავის ინტალიო, კი ბატონო. რა არის მასზე გამოსახული? ეს ინტალიოც აი აქ ძალიან დეტალურად მაქვს ამ წიგნში განხილული, ამიტომ მე მხოლოდ მოკლე ასე ვთქვათ შინაარს ვიტყვი აქ. ორი ქურუმი ზის და ამ ქურუმების თავზე როგორც ხედავთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, როგორც იქ რომ მქონდა, ხო? თევზის გამოქვაბულში, ორაგულის გამოსახულება, ესეც არის ჭერში, ჰაერში, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აი ეს ინტალიო გვიჩვენებს, რომ ეს ორი ქურუმი ძალიან რთული რაღაც ამოცანის შესრულების შემდეგ მიუჯდა მაგიდას თან სვამენ და თქვენ სახეზე აქვს აი კმაყოფილების შეგრძნება რომ დააკვირდეთ მათ სახეებს ძალიან ისეთი მშვიდი გამომეტყველება აქვთ რა საქმე უნდა დაესრულებინათ ამ ადამიანებს ამ ქურუმებს პირველი და ყველაზე რთული საქმე რაც შუმერის ცივილიზაციისათვის იყო ნომერი პირველი ეს იყო დამწერლობის მიცემა და შუმერები მოვიდნენ დედამიწაზე იმიტომ რომ კაცობრიობისთვის მიეცათ დამწერლობა ქართველები მოდი ქართველებმა ფაქტობრივად მისცეს შუმერებს ეს დამწერლობა და დასანანია რომ პატარა ქვეყანა ვარ და ამოცოდას ვაღიარებინებთ დანარჩენ არა იცით რა მე მგონი ამას ალტერნატივა არ აქვს იმიტომ რომ როდესაც ზედა პალეოლითში ხარ შენზე წინ არავინ აღარ არის შენ ხარ კაცობრიობის დასაბამთან დაბადებასთან და შენ ხსნი აი ამ შედევრებს შინაარს და მე აი ამ ნაშრომში გაანალიზებული ის მარტო ლაფემიკი არა მაქვს 4 ისეთი კომპოზიცია მაქვს გაანალიზებული რომელიც წარმოადგენს თანამედროვე მკვლევრებისათვის უზარმაზარ გამოცანას და გამოწვევას ვერაფერი ვერ გაუგეს ამ კომპოზიციებს გასაგებია ცალკე ხარი როა დახატული ცალკე ლომი როა დახატული კი ბატონო იწვი რომ ის ლომია და იქ სადღაც გარემოში მაგრამ როდესაც შენ ასეთი უცნაური კომპოზიცია გაქვს ირემი და ირმის უпроსტორად გავა და ფევზიმე ქალი და მე გეუბნები რომ ეს არის ამირანის დაბადება და ეს არის ქალბატონი დალი ჩვენი ღვთაება რომელიც სიკვდილის პირას არის რატო იმიტომ რომ ფეხებზე რომ დააკვირდეთ საქონლის უпроსტორად ირმის ქვედა მუხლიდან ქვედა ნაწილია ანუ ის უკვე ყველა თავის სახეს ადამიანურ სახეს ქურციკის სახეს ირმისა ყველაფერს კარგავს იმიტომ რომ უკვე ყვდება და ხო, იმიტომ რომ იცის რომ უკვე აუცილებლად უნდა მოკვდეს და ეს ბავშვი უნდა აუცილებლად გადარჩეს და ზუსტად ეგ პერიოდია ასახული, რომ დალი ამ ყველაფერს კარგავს, იგი უკვე სიკვდილის პროცესშია და სხვათა შორის ისევ იმ მესამე ილუსტრაციას თუ დავუბრუნდებით, მე თქვენ იქ გაჩვენებთ მესამე ილუსტრაცია თუ შეიძლება. აი თქვენ ხედავთ მუცელზე პატარა შავ ვერტიკალურ ხაზს. ეს არის დანა. ეს არის დანა რომელიც გაიჭრას მუცელი და ამოვიდეს. დიახ ბატონო. მე მკვიდრა. დიახ ბატონო. ზუსტადაც, მაგრამ ამას ახლა ვინ აღიქვამს დანად? ვერავინ ვერ აღიქვამს დანად, გარდა ქართველისა, იცის ამირანი, აბარა და მე ზედ კიდევ ხარის თავი რო ახატია ამ ქალბატონს, ვინ არის ეს ხარი? ეს არის მომავალი ამირანი, ნუ იქ არის საოცარი რაღაცები, ამაზე ახლა აღარ გავაგზელებ ლაპარაკს, ძალიან ბევრი ლაპარაკი გამომდის. დაუჯერებელი ისტორიებია და რაც ძალიან სიამოვნებს ჩვენს მაყურებელს და მსმენელს როგორ შეიძლება რომ შენი ისტორიის სათავეები არ გაინტერესებდეს და ძალიან დიდი მადლობა ვინც აქტიურობთ ძალიან დიდი მადლობა მართლა ხო აი ახლა რა ხდება იცით
ეს ყველაფერი არის ფაქტებზე აგებული. მე არაფერი არ მომიტანია, რაღაცა ჩემი შექმნილია, მე უბრალოდ არსებულ ფაქტებს ვაკავშირებ ერთმანეთთან. და ეხლა აუცილებლად უნდა გადავიდეთ ისევ მე მგონი, ხო, აი ეს მეათე ილუსტრაცია. შეიძლება მეათე ილუსტრაცია. მეათე ილუსტრაცია, სადაც აი ეს ორი ქურუმი არის გამოხატული და ვერტიკალური უკაცრავად ჰორიზონტში მოცემული თევზით, ჰაერში თევზით. თევზი ჰაერში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ნიშნავს სტაბილურობას, ნიშნავს სიმშვიდეს, ნიშნავს რაღაცა მდგომარეობის ხანგრძლივობას. ანუ ამათმა, რომ შეასრულეს ის დამწერლობის, ასე ვთქვათ, გადაცემის ფუნქცია, სწავლების ფუნქცია, შემდეგ უკვე დამშვიდნენ. იმიტომ რომ იმან უკვე თავისი გზით უნდა იაროს და იმას უკვე სხვანაირი მოვლა პატრონობა სჭირდება. მაგრამ აბა ნახოთ ახლა, ჩვენ ვიცით რომ თევზი თავიძევით არის მკვდრეთით დგომის ნიშანი, ხო სწორია, მაგრამ აბა ეხლა დავათის სტელა, ეს არის მე-11 ილუსტრაცია. ეხლა ავიღოთ დავათის სტელის ილუსტრაცია. აქაც თევზია. ესეც საოცრება და ესეც თევზი. და ესეც კალმახიანორაგული აუცილებლად, მაგრამ ნახეთ რა ხდება. თუ ჩვენ წეღანდელ ადრედინასტიურ ცილინძს და დავათის სტელას ერთმანეთის გვერდზე დავსვავთ, ჩვენ მივიღებთ თევზს. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, დავათის სტელაზე, ცხვირით დაბლა მიწაზე და დავათი. თუ შეიძლება ტელეკრანზე გამოსახულება. ხო, აი ცხვირით დაბლა ხედავთ თევზი მიწაზე. გავიხსენოთ ახლა ზედა პალეოლითის დროს ჩვენ ხომ გქონდა ნიოს გამოქვაბულში თევზი მიწაზე და აი ეს პოზიციაა. ანუ თევზში ჩადებული გასაიდუმლოებული ინფორმაცია დედამიწაზეა და ჰორიზონტალურად არის. ანუ ის აი ამ მდგარ კონტინუუმშია. ის აღარ მოძრაობს და დავათის სტელა მაგას გვიჩვენებს ზუსტად, მაგრამ დავათის სტელა იმასაც გვიჩვენებს, რომ ეს კი ეხლა დედამიწაზეაო. აი ეს პერიოდი ჰორიზონტალურად მდგომარეობის უკვე წასულია. და შუმერი მართლაც წასულია, ხო? შუმერის პერიოდი ზედა პალეოლითიც წასულია, სადაც ჩვენი ორაგულის ის ქონდა, ხო? მისი ზედნაშენი ცივილიზაცია. ხო, რა თქმა უნდა და აქ უკვე რა გვაქვს? აქ უკვე გვაქვს ის, რომ მიქაელი და გაბრიელი თევზს კუდით იჭერენ და ზევით სწევენ. ანუ უნდა მოხდეს თევზის კი ბატონო, ეს უნდა აღდგეს. ანუ აღდგომა აუცილებლად უნდა მოხდეს სწორედ თევზის სიმბოლოში ჩამალული, უზარმაზარი, გასაიდუმლოებული ინფორმაციის. და რომ ეს ასეა, ეხლა ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ეს გახლავთ მე-12 ილუსტრაცია. თუ შეიძლება მე-12 ილუსტრაცია, საოცრება, კი ბატონო. საიდუმლოსერობა უბისას ფრესკიდან შუა საუკუნეები. დავაკვირდეთ აქ 12 თავად არის თვითონ აი რაღაცა ხელოვნების შედევრი. კი, გეთანხმებით ფორმა და სასწაული. ფრესკების მწვერვალია შეიძლება ითქვას. ამ მასშტაბით არაჩვეულებრივი. მადლობა ღმერთს რომ ესე შემონახულე. მაგრამ შინაარსი როგორიღაა? აი ეს ლარნატივით თევზები როდებს. ეს ხო, ყველას თევზის ფორმაა, რა? არა, შიგნით დევს თევზის ნაჭრეები. დაჭრილი თევზის ნაჭრეები. რას გვიჩვენებს ეს? ჩვენ ვიცით რომ მოციქულები საიდუმლოსერობის მერე გაიფანტნენ, ხო, სხვადასხვა ქვეყნებში რა წაიღეს? თევზის ნაჭრეები, ცოდნის ნაჭრეები წაიღეს და გაამფინეს ეს ცოდნა მთელს დედამიწაზე. და რომ ეს მართლაც ასია. ანუ ამ ხატვარმა, რომელმაც ეს ამბავი უკვე შეასრულა შუა საუკუნეებში, ეს ცოდნა მას ჰქონდა. ან ჰქონდა, ან და არსებობდა, ან და იყვნენ, იცით, არსებობდა სპეციალური კანონიკური წიგნი, სადაც იცოდნენ რა უნდა დახატულიყო. შეიძლება მხატვარს თვითონ არ ცოდნოდა, მაგრამ მას რასაც უკვეთავდნენ, ის ამას ხატავდა და უნდოდა თუ არ უნდოდა, დოგმატიკა, კანონიკა იყო. კი, აუცილებლად იყო. და ეს
ასე მაგრამ კანონიკის შემქმნელმა ეს ხო იცოდა? რა თქმა უნდა იცოდა. რა თქმა უნდა იცოდა. აი ის რასაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ, ეს კანონიზირებულია. კი. ჩვენ უბრალოდ ახლა ამას აღვადგენთ. თანაც რაღაც ნაწილებს აღვადგენთ. მთლიანად ხო ვერ აღვადგენთ ამას. ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება, მაგრამ იგივე ილუსტრაციაზე თუ შეიძლება უბისას ილუსტრაცია დააბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსახულება არის ის შუაში ლანგარზე რადევს თევზი. რას გავს ეს თევზი? ისევ ორაგონს, ან ისევ კალმახს. ანუ აი ეს 25,000 წლის წინ დახატული საფრანგეთში ორაგული ან და გიგივე კალმახი თურმე აგერა ყავს უბისაში. კიდევ. ხო? რა კავშირია და შუალედურ მონაკვეთში რა ძეგლ შუმერის ცივილიზაციაში კიდევ გვაქვს იქ უანის სახით ეს წარმოდგენილი ხო? მაგრამ ეხლა ამის შემდეგ ანუ ეს მთლიანი თევზი რას გვიჩვენებს? კი დანაწილდა ეს ყველაფერი. ყველაფერი უნდა შეიკრიბოს. ყველაფერი უნდა აღდგეს. ანუ დაფარულა არს ამ ენას შინა წინარი ყველაფერი. კი. და ამას დიდი დროც არ უნდა გქონდეს ჩემი აზრით. ეს აუცილებლად უნდა შეიკრიბოს და ეხლა კიდევ არის მე რამდენი მე-13 ილუსტრაცია თუ შეიძლება აჩვენდეთ ეს ილუსტრაციაც. აი შეხედეთ ამას. ეს არის ტაძრის ეს არის ნორვიჩის ტაძარი ნორფოლკში ინგლისში. ეს არის შუა საუკუნეების ქანდაკება. თევზი დანა. და დანა როგორია? ეს არ არის პატარა და უზარმაზარი. ანუ რა ხდება? ამ ცოდნის რა უნდა ქნან, უნდა დაკაფონ ეს ცოდნა დაანაწილონ, მაგრამ ამ ქანდაკებაა ხო? და ნახეთ რა ხდება ახლა. აქ საინტერესო რა არის? 8 მოციქულია. მაშინ როცა უნდა იყოს 12, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტი შესასწავლია. რატომ არის აქ 8 მოციქული? რამ გამოიწვია 4 მოციქულის გაქრობა? ვინ არიან ის 4 მაგალითად რომლებიც ან რატომ არ არიან? ან რატომ არ არიან? ხო, ანუ ეს ფაქტი ძალიან საინტერესო ფაქტია, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი. ეს სულ ახლა ნახე, სულ რამოდენიმე კვირაა და გაოცებული ვიყავ, იმიტომ რომ თემს ვეძებ ყველგან. და ერთ-ერთი მათგანი ეს სურათი აღმოჩნდა, მაგრამ აქ რამ გამაოცა კიდე 2 თევზის ნაჭერია. და რატომ 2? ხო, ეს ხო არ არის ქრისტეს ორბუნებოვნების გამომსახველი. შეიძლება ეგეც არის. ძნელია ჩემთვის ახლა ამ წუთში მაგის თქმა, იმიტომ რომ ეგ შეიძლება ერთ-ერთი შრე იყოს. იმიტომ რომ როგორც წესი, ასეთი შემოქმედების ასეთი ფაქტები რამდენიმე შრეზე იშიფრება. სხვადასხვა შრე გამოდის და შემდეგ ამ შრეების შეერთებით ჩვენ უკვე ვღებულობთ იმ დაფარულ ინფორმაციას, რომელიც მასში იყო ჩადებული. ამიტომ ეს სურათი ამ წუთში კიდევ მოელის თავის შესწავლას, აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი ეს. მეორე შრე შეიძლება ჩვენ გავიგოთ როგორც ამირანი, იმიტომ რომ ამირანიც ასე იყო, ხო? და ქრისტე იყო ამირანის ქრონოლოგიური განსხეულება და აქ მე ეს მიწერია. ძალიან ბევრი ფაქტია იმისი, რომ ეს ასე იყო. არ ვიცი ახლა როგორ დავაჯერო მსმენელი, მაგრამ უნდა წაიკითხონ იმისათვის, რომ ამაში დარწმუნდნენ. და აქ ჩვენ ფაქტიურად ერთ-ერთი შრე შეიძლება ეგეც იყოს. მეორე შეცვლილ ვთქვით ეს ორბუნებოვანი, ესეც შეიძლება იყოს. ანუ ეს ყველაფერი ნელ-ნელა სულ ამოვა. იქ რატო არ გამოდის? ინგლისელებს თუ აქვთ განმარტება აი ამ გამოსახულებას? იქ იცით როგორ ეწერა, რომ ეს არის ესე იგი ნორვიჩის ტაძრის სახურავზე. სახურავზე არის ეს ქანდაკება გაკეთებული და კითხვის ნიშნის ღიაცის ქვეშ. კი, ღიაცის ქვეშ. და კითხვის ნიშნის ქვეშ ეწერა საიდუმლოსერობა. ანუ არიციან, იმიტომ რომ ზუსტად საიდუმლოსერობას ვერ აღწერს ეს, იმიტომ რომ აკლია, ხო, მას რას გამოსახავს ეს? რა ხდება? ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ცვლილებები მოხდა აი ამ ქრისტეს მოციქულებს შორის ალბათ, არ ვიცი, რომელიც გამოსაკვლევია და უნდა გაირკვეს თუ სად წავიდა ეს 4 ადამიანი, ვინ არიან ისინი? და ძალიან საინტერესოა არ ვიცი ახლა ისინი ხო არ იქნებიან შემთხვევით რომლებიც ახლა ისე ვიცახი სიტყვაზე ამ წუთში ეს ალბათ არ დამეჯერება რომლებიც მაგალითად საქართველოში წამოვიდნენ არ ვიცი ის 4 მოციქული რომელმაც მერე იქადა გაქრისტიანდა ხო აი არ ვიცი ეს ახლა ისე ვიცახი იმიტომ რომ ხო საკვლევია ეს რა თქმა უნდა ეს ზუსტად მაგას გვიჩვენებს რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული ეს თევზის ფენომენი უზარმაზარი
აკრძალი ფენომენი აღმოჩნდა და ეხლა დავბრუნდეთ საქართველოში და ვაჩვენოთ მე-14 ილუსტრაცია. მე-14 ილუსტრაცია არის პატარა კენჭი, რომელზედაც გამოსახულია თევზი და ისევ ან ორაგული ან კალმახი, იმიტომ რომ ფორმით არის ზუსტად ეს თანამდებობები. კი, ეს წეგამე ძუძუანას გამოქვაბული ვახსენე, ხო? სელის ნაჭერთან დაკავშირებით. ესეც ძუძუანას გამოქვაბულში არის ნაპოვნი. ეს კი ჩვენი ქართული წარმომავლობის არის ჩვენი თევზი. კი, ეს თევზია, ძუძუანას გამოქვაბულში ნაპოვნი. არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა იგი. თუ არ ვცდები 2007 წლის სტატიაში არის ეს სურათი გამოქვეყნებული. მაგრამ არაფერი არ წერია. მარტო წერია რომ თევზი. და ეხლა წარმოიდგინეთ რატო თევზი ამდენი საუკუნის განმავლობაში და ასეთი მნიშვნელოვანი. რატო? წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენს არქეოლოგებს რომ გქონდეთ აი ის გასაიდუმლოებული ცოდნა პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთს და პირდაპირ უკავშირდება აი იმ პერიოდს, როდესაც ეს ორაგული და ის კალმახი იყო ამ გამოქვაბულებში გამოხატული. ქალბატონო ანა, იცით რა კითხვა გამიჩნდა ეხლა სხვა არტეფაქტები თუ არსებობს გარდა ქრისტიანული ქვეყნებისა, რომ ეს თევზი სადმე იყო? მაგალითად ირანში, მაგალითად აღმოსავლურ ქვეყნებში იყო ასეთი გამოსახულება. იცით რა საქმე ქალბატონოია? თუ მხოლოდ ქრისტიანულ ქვეყნებს უკავშირდება თევზის გამოსახულება. მე ჯერჯერობით ვწავლობ ამას. ეს ისეთი დიდი თემა აღმოჩნდა, რომ არ ვიცი, აი მართლა ზღვაში შეცურავ და ცურვა არ იცი ამ დროს და აი ახლა ამ მაგრამ სწავლობ. ხო, ამას სწავლა უნდა და მე რა თქმა უნდა სხვა ქვეყნებზეც უნდა გავიდეთ. არ არსებობს რომ ამას არ კონდეს გასასვლელი. არ არსებობს, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო და კვლევა სჭირდება, რომელსაც ნელ-ნელა თუ შეიძლება ასე მე მკვიდრები მოწაფეები ყავთ. არა, არავინ არ ამყავს. არ გინდათ რომ ყავთ? როგორ არ მინდა, მაგრამ არ არიან. იმიტომ მე როდესაც უმაღლესებში ვასწავლიდი, მაშინ ძალიან მინდოდა კარგი სტუდენტები რომ ყავდა, გამორჩეულები, ხო? მინდოდა რომ მათ გაეგრძელებინათ ჩემი საქმე და რა. მაგრამ ვეუბნებოდი რომ აი ასეთი საქმეა. თუ როდესაც ლექციაზე რაღაცას ჩავთავდი ხოლმე, ძალიან აინტერესებდათ, მაგრამ აი როდესაც მიდგებოდა იმაზე რომ შეგიძლია შენ თავი გასცი რომ ამისათვის, იმიტომ რომ ახლა მე თქვენ გიყვებით დაახლოებით 30 წლის ამბავს, ხო? და რომ ვეუბნებოდი ფული არ არის. კი არა, 30 წლის შრომის, ტანჯვის და რა ვიცი, შემოქმედებითი აღმოფხვრების ამბავია. ძალიან დიდი შრომა უნდა და ამ დროს ამაში ფინანსები საერთოდ არ არის. ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი 80% სულ წიგნებში მიდიოდა. იმიტომ რომ მჭირდებოდა და როდესაც კონფერენციებზე დავდიოდი, არ შემეძლო, არ მეყიდა, ეხლა როგორ შეიძლებოდა ეს გამეკეთებინა და ვტოვებდი ყველაფერს და მომქონდა არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა მაქვს, მაგრამ ძგებარ უყურებ და ვკითხულობ. ბატონ დავით, როგორ უნდა გავაკეთოთ 21 საუკუნე დაიწყო, თითქოს არის ძალიან პრაგმატიკოსი ადამიანების საუკუნე. ჩვენ კარგად ვიცით რა ღირს ეს, რა ღირს ის, ყველაფერს აქ თავის ფასი, მაგრამ მეცნიერებას თავის ფასი როდის უნდა დაედოს? ესე ვიტყვი, ქალბატონოია. დაარსებს უზარმაზარი მდიდარი სახელმწიფოები, სადაც აი ასეთ ქალბატონებს, როგორც არის ქალბატონი ანა, ხო? ხელის გულზე ატარებდნენ, მიუძღვნებდნენ, რა ვიცი, კათედრებს, სტუდენტებს საუკეთესოებს მიამაგრებენ და ჩვენთან, რა ვიცი, აი არც კი ინტერესდება ამით არა. ისე რაც დაფარული იყო და ჩნდებოდა რომელიღაცა საუკუნეში. იქ ლეონ ტიმროველს, შოთა რუსთაველს, სულხან საბა ორბელიანს, თეიმურაზ ბატონიშვილს, მოკლედ უცებ გამოუნათებს ხოლმე რა, ის რაც აი იკითხება, მაგრამ ეს ოდის იკითხება, რომ იქაა დაკავშირებული და იმ სამყაროს ახსერს. ათეულობით 1000 წლის წინანდელს, თურმე ამ ქართველებს ამ საუკუნეში ყველაფერი ცოდნიათ, მაგრამ მათაც დაფარულად ქონიათ. იოანე ზოსიმეს კაც დაფარულზე დაფარულია, ხო? ჩვენ ახლა ვიცით ის რაც იული გასაგებია, უკვე იული გასაგებია, ალიგო სინცაძეს ამოხსნა, მაგრამ თქვენ ნახეთ ქალბატონი ანას ამოხსნა, იგივე იოანე ზოსიმეს. ისეთი იოვლიც აღარ არის უკვე. ის კიდევ უფრო სხვა სიღრმეები არის, კაც. და მათემატიკა, ადამიანის მათემატიკა ესმის რომ ეს მარტივი როგორ იქნება ეს აღმოჩენა უკვე სასწაულია, მაგრამ რო გაიგებ და აღმოჩენას აიკითხავ, მიხვდები რომ იოლია, მაგრამ ის რაც იოლი არ არის და ეს კიდე ზაჯირ არ აღმოჩენილა არავის მიერ, ისე თქმა მინდა.
დაახლოებით 9 საუკუნეა, ოდნავ მეტი. ვინც მე დავასახელე, კიდევ ერთხელ გამოვყოფ. პავლე ინგოროყვა, ვინც გახსნა ჭიშკარი სამყარო საწყისებისკენ, კაცობრიობა ცივილიზაციისკენ. და გაიკრძალა და უსამართლო. რამაზ პატარიძე, ალიკო ცინცაძე და ქალბატონი ანა მესხი. დისიდენტი მეცნიერები არიან აქ საუბარი რაზეა, იცით რომ დრო ყოველთვის შობს იმას, რაც განსაზღვრულია. ნუ დავარქვათ ამას ღვთისგან დადგენილი იქნება თუ როგორც არის, ახლა არ მინდა რომ მე ნამიტანი რელიგიურ იდეოლოგიურ საკითხებზე გადავიდე. ესე იგი, ყველაფერს თავისი დრო გააჩნია. დედამიწა არის 4 მილიარდი წლის და კაცობრიობა სულ არის 50,000 წლის ახლა გავარკვეთ ეგ ამბავი, ხო? აი მე თქვენ ახლა გავარკვი. ქალბატონი ანას უსმენთ მას შემდეგ. კი მაგრამ ეს 50,000 წელი წარმოგიდგენთ რა პატარა იმ 4 მილიარდში, 4,2 მილიარდში დედამიწა რო არის. საერთოდ ერთი წამია რა. ამ დედამიწის ისტორიაში 50,000 წელიწადში რო ბოლო 50 წელი კიდევ რა პატარა წარმოგიდგენიათ რატომ ხდება ეს ასე რატომ მალავდა იონე ზოსიმი ამას რატომ გამოჩნდა ის 9 საუკუნეა სულ იქნება იმიტომ რომ ჩვენი გონი ვერ დაეწია იმ მოვლენას მე ხამას ამას ვერ შევაფასებ მაგრამ ეს ყველაფერი იბადება იმ მომენტში როცა უნდა დაიბადოს ამ დროზეა დამოკიდებული ხელისუფალის მეცნიერის მსოფლიო მეცნიერების განწყობის თეორია რო ავიღოთ სანამ ეს განწყობა არ შეიქმნება მათ გონებაში მაგრამ ეხლა გინდა ველაპარაკოთ ჩვენ ვისაც არ უნდა ველაპარაკოთ ეს იმაზე ვერ იმოქმედებს იმიტომ რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან მათ არ ესმით რა მაგრამ ფაქტი ერთი რაც შემიძლია აღნიშნო ეს დრო დამდგარა რატო დამდგარა რა მიზანია როგორ არის მე ეს არ ვიცი მაგრამ 9 საუკუნეა ის აღმოჩენები ხდება რომელიც აქამდე ასე დალაგებულად არ მოხდა რაღაცა და ეს ადამიანები არიან ვიღაც ქურუმები და დასხმულები და რაღაც საეკლესიო თუ რელიგიური სექტის წარმომადგენლები მეცნიერები არიან ქართული მეცნიერები არიან რომლებიც მაგალითად ახლა დავათის სტელა ხო ყველა მიცის არა ეხლა მე მაგალითად ქალბატონი ანასგან გავიგე სხვების მე აღმოჩენილი რომ სხვებს მაგრამ ეს რომ თევზი იყო არ ვიცოდი ცადა მისი გაშიფრვა ხო რამდენმა ეს რომ თევზი იყო მე ეს არ ვიცოდი სხვებმა გიცნობენ ახლა ვინც არა და ხილულია ბატონო ხილულია თევზია და ამ თევზზე ქართული ასომთავრული ანბანია წარმოიდგინეთ რა ეს ვისაც როგორ შეუძლია ისე უნდა შეაფასოს ხო აქ რაც ახლა ქალბატონმა ანამ განმარტა უკვე იმ ჭრილში უნდა დავინახოთ ეს მარტო უკვე ანბანზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ რომ ანბანია და ვარსკვლავებია და რა ვიცი კიდე რა არის რა ასე რომ რაღაცა დრო დადგა რაღაცა ინფორმაცია გამოდის იგივე იონე ზოსიმესთან გასო ზინავს რამე ზინავს 4000 წელი ზინავს ეს 4000 წელია იქნება და 40000 წელია იქნება და 4000 წელი იქნება და 4 წელია ამას ყველაფერს თავისი დრო გააჩნია თურმე და ეს დრო არის ჩვენ თვალწინ და ეს ტელევიზია რო არ იყოს ამას კიდევ ვერ გაიგებდა ვერავინ ამის მაგიდა შემიძლია მოკლედ დაგვჭა 9 საათზე ცოტა ნაკლები და მე მინდა რომ თქვენ აღარ შეგიშალოთ ხელი და გააგრძელოთ თქვენი უსაინტერესო სიტყვა რა ხდება ქართულ ცივილიზაციის სათავეებთან შემდეგ კი ბატონო ეხლა მე უბრალოდ აი თევზის მომენტს დავასრულებ და ვთხოვ რომ აჩვენონ მე-15 ილუსტრაცია იქ ორი სლაიდია პირველი ეს არის თევზის ეს არის ქვაზე გამოხატული თევზი შეხედეთ და მეორე სურათია კიდე ეს სად აღმოჩნდა ალბათ ეხლა და ბატონო შეხედეთ ეხლა ამ სახეს თევზის სახეს ეს არის ჭრილი კი ბატონო მაგრამ გამომეტყველება არის აქ რაღაცა ირონიული, რაღაცა თითქოს იცინის, თითქოს გეუბნება რომ აი რაღაცა მაქვს დამალული, დაფარული ეს საოცარი რამეა და როგორ აღმოჩნდა ეს და რანაირად აღმოჩნდა ჩემს ხელში ამას ისევ და ბატონ დავითთან გადავალ ის მოყვება უკეთესად იმიტომ რომ მე ამ თევზის სურათები არ მექნებოდა ბატონი დავითი რომ ეს არ არის საქართველოში სად აღმოჩნდა არა საქართველოში მაგრამ ბატონი დავითი მოყვება 9 წლის წინ მე და ჩემი მეგობარი მიხეილ ანტღულაძე ვიმყოფებოდით რაჭაში იქ ნიკორწმენდაში ვიყავით მეუფე ვახტანგთან მიხეილის ახლა ადამიანია მეუფე და ჩვენ იქ გარკვეული მიზნებით ვიმოგზაურეთ და რაჭაში იქ გავიცანით შესანიშნავი ადამიანი ბატონი ილია კენჭაძე რომელმაც გაგვაცნო არქეოლოგიური აღმოჩენები ამბროლაურის რაიონში ამბროლაურის რაიონი ერთადერთი რაიონია საქართველოში სადაც არქეოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა არასოდეს
ყველა რაიონში, ყველგან სადღაც ზებნა ონის რაიონშიც მათ შორის ამბროლაურია ობლად დარჩენილი და ბატონ ილიას თავისი ხელით აქვს შემოვლილი, გამოვლილი რიონის ხეობა, იქ მთები და კლდეები და ყველაფერი და მის სახლში მან გვანახა მთელი, აი როგორ გითხრათ რა, მთელი გამოფენა შეიძლება იყოს, აი წარმოდგენილი საოცარი აღმოჩენებისა. ეს ქვა, რომელზეც თევზია გამოსახული, არის რამოდენიმე 1000 წლის, ეს არ არის რაღაც ახლა გაკეთებული. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენ თვალწინ არის არეალი არქეოლოგიისთვის შეუსწავლელი ველი და უნდა მიმართოთ იცით ახლა როგორ პატივცემ კულტურის მინისტრს და კულტურის სამინისტროს ზოგადად და კიდევ ბევრს ასეთ სახელმწიფო ორგანიზაციას, მაგრამ კულტურის სამინისტროს განსაკუთრებით და თუ კი მათ შეეხებათ არქეოლოგიური კვლევები, ჩემი თხოვნა იქნება რომ მომავალ წელს მაინც გავითვალისწინონ ამბროლაურში კვლევების დაწყება და ბატონ ილია კენჭაძეს დაუკავშირდნენ და ის მათ გააცნობს თუ რა აქვს ამ ადამიანს აღმოჩენილი თვითონ თავისი ხელით და ეს თევზი გაგრძელება იგივე, ოღონდ ეს თევზი შეიძლება საოკეანო თევზიც კი იყოს, კაცო, ცოტა სხვანაირად გამოიყურება. მაგას კალმახს არ გავს. ფინი იყოს ან რა. არ ვიცი რა შეიძლება იყოს, მაგრამ კალმახს მაგას არ გავს. შეიძლება კიდე ამბროლაურში საოცრება. ხო და მაგით ვლაპარაკობ, ამ ზვიგენს რა უნდა და დელფინს და იმასა და ვეშაპს იმაში, ამბროლაურში, კაცო, კალმახი გასაგებია ორაგულიდან რომ ორაკულები არიან თურმე. გამოჩეკილები, ორაკულები ჩვენ წინასწარმეტყველები იყვნენ და რა ვიცი კიდე რა საკეთებდნენ. ეს სიტყვა ყველაფერი აგებული ამაზეა. სიტყვების ზოგადად ორაკული გავიგეთ იქ იოანეს კი თავისი განმარტებები აქვს. როგორ ნახავთ ქალბატონიანას სიკში სიტყვა ის იოანი რომ ქვია შუმერებთან რომ ამოდი. სანამ შუმერები დაიბადებიან, მაშინ რომ გამოდის წყლიდან და შუმერები რომ იბადებიან, იმაზეა ლაპარაკი, რომელიც ბერსუსმა თავის ნაწერებში შემოგვინახა. ისე თქმა მინდა, რაჭაში ბატონო, ამბროლაურში არის ათობით, შეიძლება ასობით ასეთი აღმოჩენები, რამოდენიმე 1000 წლის წინანდელი. ვაი თუ ადამიანებს წლებზე მივიდა საკითხი. ხო. გაქრა. მე კიდევ ერთ ვიტყვი ქალბატონოია და შემდეგ მართლაც დაუთმოთ ქალბატონ ანას მთელი დარჩენილი ეთერი. როდესაც ჩვენ ნახეთ ნატეხზე 10 სანტიმეტრიან ძვლის ნატეხზე მთელი ამირანის ისტორია მოთხრობილი. იქ ეხლა ვერ მოესწრო რომ ყველა ელემენტია ჩვენებილი ყურშა, მონადირეები, ძმები და ყველაფერი ძირითადი კი ითქვა, მაგრამ ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? რატომ არის იქ ირემი? რა კავშირია აქ ირემს? ირმის ნახტომთან, რომელ გალაქტიკაში ჩვენ ცხოვრობთ? რატომ დაკავშირებული ირმის ნახტომი რა ჩამოხდა დედამიწაზე ის რომელიც ხევსურეთში, ნიშებზე და სალოცავებზე ირმის რკებითაა გამოსახული? რატომ? შემთხვევით ხო არ არის? ჩვენ ხევსურები ვინ გონია, გინდა მოხევეები და გინდა ფშავები და გინდა თუშები, გინდა სვანები და გინდა იგივე რაჭა, ხო? რაჭას ეს კავკასიონი რა არის? თქვენ აქ ხედავთ საოცარ მასალებს და ინფორმაციას. გამყოფი ცივილიზაცია. აქ არ ვიცი უკვე რა ქვია მას, მაგრამ ირემი გარდა ამისა იქ ქალი ორსული ქალი რომელიც არის გამოსახული, იმით ჩამოტეხილი აქვს პატარა ნაწილი, სრული ძვალი არა, გადაჭილი ნატეხი ჩამოტეხილია. იმ სურათზე გამოსახულია მისი ხელი, სულ განაპირა მხარეს მკერცი ფარავს ორსული ქალი ამირანის მშობელი. ხო, ეს მოდით ალბათ ვაჩვენოთ. ხო, ვაჩვენოთ. ეს ილუსტრაცია. ხელზე მას აქვს სამაჯური. მოიცადეთ ეხლავე, ეგ არის მეოთხე ილუსტრაცია. ხელზე ჩვენ დავინახავთ რომ სამაჯურია. არა, უკაცრავად მესამე ილუსტრაცია. ხო. ეს სამაჯური, ეს ძვალი არის 17,000 წლის ასაკის. კი. აი, ეხლა თუ ლაპარაკობ ამას, ასაკზე გადავდივარ. აი ესეთი სამაჯური, რომელიც მარჯვენა მხარეს არის, უნდა დააკვირდეთ რომ ხელი ჩანს და ხელზე სამაჯურია. ზუსტად ასეთი სამაჯურები უკეთიათ, რომ ჩვენ ნახავთ შუმერებიდან რა არტეფაქტებია შემორჩენილი და მესოპოტამიიდან ასურ ნასირპალ მეორის ეპოქაში ეს არის პირველი 1000-ეული ძველი წელთაღრიცხვის, იქ არის გრიფინი დემონი, რომელსაც ხელზე იგივე უკეთია, იქ არის თვითონ მეფე, ვინც მე თქვი ყელსაბამით, რომელსაც ეს მზის მოძრაობა ასახული ამ ყველაფერზე, მაგრამ ზუსტად იგივე საათს გავს პირდაპირ რა. ეს საათია გამოსახული მათ ხელზე, ეს კი მზე არის და სხვა დიდი ინფორმაცია ჩადებული. აქ საათზე ლაპარაკი არის, მე საათს მხოლოდ ხო, ცარგვალი არის და მზის მოძრაობა, კი ბატონო და ასონიშანი დონია კიდევ. მაგრამ ეს ყველაფერი 17,000 წლის წინ ძვალზე გამოსახულია ის
ის ზუსტად ის დღევანდელი საათს რომ წააგავს ის სამაჯური ასეთივე სამკლაურებია ასეთივე ბორბლები და ბორბლის თვალსაჩინო ეძახიან მათ ჩასრულობაზე გამოსახული რამოდენიმე ასეთ წლის წინ მარდუქს აქვს მაგალითად კი ბატონო ინანას აქვს იგივე საათი ეს წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს 10,000 წელზე მეტია განსხვავება პატარა ზვალი საფრანგეთში რო იპოვეს გამოქვაბულში ამირანს რომ ისტორიას რომ ასახავს გავიდა 1000 წელი და შუმერში ზუსტად იგივე საათის მაგვარი აი ეს ელემენტებია შემორჩენილი სამაჯურების სამკლაურების და ამ ბურბალის და თვალის ეს ბედის ბურბალი კიდე ცალკე ამბობი მაგასთან დაკავშირებული ესეც ქალბატონიანას სიგნებიდან ისე თქმა მინდა ეს არის ქალბატონიანას უზარმაზარი ჩემთვის რა უზარმაზარი აღმოჩენები რა არის ეს არის რომ ელემენტები 45,000 წლის წინ, 20,000 წლის წინ, 10,000 წლის წინ, 3,000 წლის წინ, აგერ რაჭაში აღმოჩენილი 5 წლის წინ. ეს უცვლელია. ეს ერთნაირია. ეს გველაპარაკება ერთი და იგივე ისტორიაზე. ეს არის წინასწარმეტყველება, რომლის ნაწილი უკვე ახდა და წინასწარმეტყველება, რომელიც უნდა ახდეს. სანამ არ ახდება, ეს ყველაფერი არ დამთავრდება, ისე როგორც აღდგომა გარდაუვალია დედამიწისთვის. მithumetes ჩვენთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის აი ეს ნაწილი რაც ჩვენ ქალბატონი ანასგან მოვისმინეთ ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ამას ახლა მე ასეთი ფორმით ვიტყოდი დიდი მადლობა ქალბატონო ანა რა აღმოჩნდა ბატონი დავითის აღმოჩენილი პატარა ქანდაკება თქვენ როგორ გაშიფრეთ ეს არა ნუ ეს უბრალოდ ეს თევზის ქანდაკებაზე მეუბნებით ხო ეს თავისთავად ისე თევზის სიმბოლიკასთან მიდის რაც იმას ნიშნავს რომ ქართველებისთვის როდესაც კი ქვისგან აკეთებენ მე არ ვიცი ახლა ეს რა დროით შეიძლება დათარიღდეს მაგრამ თევზის სიმბოლიკა რომ იმ ადამიანისთვისაც ცნობილი იყო ხო რომელმაც ეს თქვა რომ დაინახა მასში თავისი მხატვრული შემოქმედების ნიჭით დაინახა ის თევზის სახის გამომეტყველება და როგორ გააკეთა რომ აი ეს ოდნავ მომღიმარი და ესეთი ხო ირონიული თითქოს მეუბნება რომ მე იმდენი რამე ვიცი თევზი ვარ ეს როგორ არის ის ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ წყლით მაქვს ზუსტად ესეთი მომენტი გამოდის საოცარი რაღაც არის მაგრამ ეხლა მე მინდა უბრალოდ თუ ამის შესაძლებლობა მექნება დაუბრუნდე პრობლემატიკას აი ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქისა და გავიმეორებ კიდევ რომ კარგად აი გამოჩნდეს ცივილიზაციის ეს პაწაწივნა მონაკვეთი მაშინ ასე 45,000 წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული 11,500 წლამდე ეს არის ზედა პალეოლითის პერიოდი, როდესაც იბადება თანამედროვე ადამიანი და შემოაქვს უზარმაზარი შემოქმედებითი სისტემა. ეს არის გრავიურები, ეს არის კედელზე ნახატები, ეს არის საოცარი აბსტრაქტული ნახატები. ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვანე, ახლა უბრალოდ გამახსენდა, შავოს გამოქვაბულში არის ასეთი გამოქვაბული, 4 ცხენის ნახატია გაკეთებული. ამ ცხენების თავები ერთმანეთზე თითქოს მიწყობილია. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ეს 4 ცხენი ერთად არის თითქოს დაბმული ან შეიძლება დგანან და აღმოჩნდა რომ თურმე ეს 4 ცხენი უბრალოდ დახატული კი არ არის ეს არის ცხენის დაძინების 4 ფაზა წარმოგიდგენიათ ფაზას დაძინების ანუ თურმე ცხენი რო იძინებს ეხო ფეხზე მდგომი იძინებს ხო და აი ეს ფაზები ერთმანეთის მიყოლებით არის ნაჩვენები შავოს გამოქვაბულში ეს საოცარი რაღაცაა. მერე არის იგივე შავოს გამოქვაბული არის 35,000 წლის წინანდელი პერიოდი. რამდენადაც ზუსტად შეიძლება 38-ისაც. აქ რა ხდება კიდევ არის ერთი და იგივე ცხოველი ნაჩვენები აი ასე ბევრჯერ
ანუ როდესაც კინემატოგრაფია იწყებოდა, რა ხდებოდა? ერთი და იგივე სურათს აკეთებდნენ ოღონდ ცოტა განსხვავებულ ფაზებში და მერე სწრაფად უშვებდნენ. აღმოჩნდა რომ კინემატოგრაფიის აი ეს საფუძვლები შავოს გამოქვაბულში უკვე გვაქვს. ეს ჩემი ნათქვამი არ არის. ეს კინემატოგრაფიის ადამიანმა უკვე იცოდა აი ეს უკვე იცოდა როგორ ეჩვენებინა კი და სხვათა შორის მე უკვე როდესაც ნახავთ ცხოველებს რომელსაც 6 ფეხი აქვს მაგალითად ან კიდევ მეტი შენ უკვე იმას აღიქო მორბენას საოცარი რაღაცა კი ხო საოცარი რაღაცებია და ახლა რისი თქვა მინდა აი ამ პერიოდში ესე იგი კიდევ ერთხელ 4500-დან 11500-მდე და შემდეგ ჩვენ გვაქვს რაღაცა 5300 წელი ჩვენი ცივილიზაციის მაგრამ ის მიუხედავად იმისა რომ ძალიან პატარა პერიოდია ცივილიზაციისა იმდენი პრობლემაა აქაც რომ ვერ წარმოიდგინე ასირიოლოგიამ ფაქტობრივად ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა რისთვისაც იგი დააარსეს და იგი დააარსეს იმისთვის რომ გაგვეგო საიდან მოდის ცივილიზაცია ვინ მოიტანა იგი რა იყო მათი სამშობლო საიდან მოვიდნენ და ასე შემდეგ არც ერთ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის რომ არაფერი ვთქვათ დამწერლობა ვინ შექმნა ვინ მისცა მათ ასეთი მთლიანი ენის გრაფიკული გამოსახულება არ ვიცით ფონეტიკური სისტემა როგორ იყო არ ვიცით ლექსიკური არ ვიცით სინტაქსი მით უმეტეს არ ვიცით გრამატიკა რაღა ვიცით გამოდის რომ ფაქტობრივად არაფერი არ ვიცით თუმცა ჩემს ნაშრომებში ძალიან ბევრ შეკითხვაზე არის პასუხი გაცემული და ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური საკითხი რომელიც უკავშირდება დამწერლობას ეს არის შუმერული სიტყვების ეგრეთ წოდებული ნოტაცია როგორ ჩაწერეს სიტყვები აი იმ ლოგოგრამების მეშვეობით და გამოირკვა რომ მეთოდი რა მეთოდითაც ხდებოდა ამ სიტყვების ჩაწერა მთელი ალგორითმით განიმარტება მე ამ ალგორითმს უწოდებ ლექსიკოგრაფიულ ალგორითმს იმიტომ რომ ეს ალგორითმი სწორედ ლექსიკონის შედგენაში არის გამოყენებული და როგორ ჟღერს იგი ნიშანი ს იკითხება როგორც რ როდესაც ის ნიშნავს მს ანუ м იმ შემთხვევაში გაირკვევა რას ნიშნავს თუ შენ იცი როგორ უნდა წაიკითხო იმ მომენტში ეს კი იმას ნიშნავს რომ სხვა ასოებთან ერთად სხვადასხვანაირად ხო რა თქმა უნდა ეს უკვე ზუსტად მაგას გეუბნებათ ამიტომ არის რომ ქართველურის გარეშე ხო და რაც აქამდე სადეს ფაქტობრივად თითქმის ყველა ენას სადეს შუმერულთან შედარებაში რაღაცა მსგავსებებს კი გასაშიფრად რაღაცა მსგავსებები ნახეს მაგრამ აი სისტემა ხო უნდა ნახო ამ სისტემამ ეს მექანიზმი უნდა აამუშავოს და ეს მექანიზმი ვერავინ ვერ აამუშავა ყველაზე დიდი ასირიოლოგები ებრძოდნენ ამაზე წელი სიცოცხლე მიუძღვნეს რომ გაეგოთ რა იყო ეს ნიშნები იქნებოდა რომ გაეგოთ ხო მე წავიღე კონფერენციაზე მაგრამ ვინ მომისმინა პირიქით ნუ ეს სხვა ისტორია არ მინდა ახლა მაგიზე კი გეტყვით მოგახსენებთ ახლა საქმე რაშია ახლა ეს ნიშანი არც ერთ ენას არ ნიშანი კი არის ალგორითმი არც ერთ ენას არ ექვემდებარება მხოლოდ ქართველურს და ამ ქართველურში მე ვგულისხმობ ქართულსაც მეგრულსაც სვანურსაც და ალბათ ლაზურსაც მაგრამ სამწუხაროდ მე კი იმიტომ რომ როდესაც მე ვშიფრავ სიტყვებს იქ ხან ერთი ენიდან მაქვს ხან მეორედან ხან ჰიბრიდები მაქვს მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ერთი მთლიანი ქართველური სისტემა ეხლა როგორ მოხდა აი როგორ შექმნეს ხო ეს საოცრება ალგორითმი კიდევ ვიმეორებ 3300 წელს რა უნდა მათემატიკურ ალგორითმს რომელიც ლექსიკოგრაფიაშია გადატანილი რანაირად გააკეთეს ეს და ნახეთ რა მატარებელი ხალხი ნუ საოცარი ესე იგი ქართული ენა იცოდნენ იცით რა დონეზე აი ესა რა ქვია ჰარმონიული კომპლექსების დონეზე იცოდნენ რა უნდა იქ დროს ჰარმონიულ კომპლექსებს
ეს თანამედროვე შეხედულები თუ ამბობთ, რომ ამათმა ეს გააკეთეს. აი, უბრალოდ მაგალითს მოვიყვან ახლა ამისას. აი, წერია, ნიშანია ასეთი და წერია, რომ ეს ეკითხება როგორც კირი. და უწერია გვერდით, რომ ეს ნიშნავს ცხვირს. ახლა ეს კ ფაქტობრივად დგას ორი თანხმოვნის ნაცვლად, რომელიც არის ცխ. და ეს ცխ არის ჰარმონიული კომპლექსი. ფაქტობრივად მოხდა ის, რომ კომპლექსი საერთოდ ვერ გამოთქვეს, ამიტომ ის ჩაანაცვლეს თავისთვის უმარტივესი სიტყვით, ისა უკაცრავად ფონემით, კთი და მიიღეთ კირი. ცխ ირი, ცხვირი, ცხვირი იწერებოდა სხვათა შორის და კირი მორჩა დამთავრდა და ეხლა ექსკლუზიურად ვიტყვი ერთ სახელს, ერთ სიტყვას, რომელიც დიდი ხანია გაშიფრული მაქვს, მაგრამ ახლა წერ ნაშრომს და იქ იქნება ეს უკვე გამოქვეყნებული. ეს არის შუმერული სიტყვა ა. ეს ა ნიშნავს წყალს. და ეხლა როგორ მივიღეთ წყალიდან ა. ცխ არის ჰარმონიული კომპლექსი. ამიტომ ის წაიშალა. დაგვრჩა რა? ალ ი. ი არის სახელობითი ბრუნვის ნიშანი და ამიტომ ის უნდა მოვაშოროთ. დაგვრჩათ ალ. და შუმერული სიტყვების წერის დროს უკაცრავად უკანასკნელი თანხმოვანი არ იწერებოდა. იკვეთებოდა. დაგვრჩა ა. მორჩა, ეგ არის თქვენი წყალი შუმერულში. და ისეთი საინტერესო გრაფიკული გამოხატულება აქვს, ორი ტალღოვანი ასეთი. თითქოს რა მარტივია. თითქოს მარტივია, მაგრამ ამ დროს შენ თუ არ იცი, თქო და აქამდე მიხვედი, თქვენ რომ ენათ მეცნიერი არ ყოფილიყავთ არა ვერ გაგაკეთებდი რა თქმა უნდა. იმიტომ არის იონე ზოსიმე ამბობს, ყველაფერი დამარხულია ენაში. აი ეს ენა თუ იცი, თორსა შეგიძლია სიტყვები დაშალო ფონემებად, ფრაზები დაშალო შემადგენელ კომპონენტებად, სტრუქტურა დაშალო მორფემებად და ეს მორფემები გადაანაწილო თავის საკუთარ უჯრებში თუ შეიძლება ასე ითქვას, თავი ფუნქციის მიხედვით. ყველაფერი გაქვს ეგ. ყველაფერი გაქვს. გეუბნება ეს არის სუფიქსი, ეს პრეფიქსი, ეს შემაერთებები და მორჩა და ამ დროს შუმერულისთვის ის არის ერთი მარტივი სიტყვა. და აი მაგალითს მოვიყვა, ხო ისე უგულა. ეს არის ადრე დინასტიური სიტყვა, ანუ ძალიან შორს მივდივართ. ეს არის 2900 წლიდან იწყება. ეხლა ნახეთ რა ხდება. და უგულა არის მარტივი სიტყვა შუმერებისთვის. ნიშნავს ზედამხედველს. ციხეში. ხო, არა, მარტო ციხეში არა, ზოგადად. ხო, ზოგადად. და ნახეთ რა ხდება. ჩვენ გულა კიდე იყო, იგივე გულია რა. ეს გულა, ეს ექიმი იყო, რომელიც ხალხს ყუნავდა და ასე შეხვთაება იყო გულა. და გულა ეს გიპირდაპირ გეუბნება, რომ ეს არის ვიღაცა პიროვნება, რომელსაც გული არ გააჩნია. არის უარყოფითობის პრეფიქსი. და მორჩა გადანაწილდა და შუმერი გეუბნება, არა, ესო მარტივი სიტყვაო. ამ დროს მარტივი სიტყვა არ არის. უფრო მეცაც კი, ეს არის ნაწარმოების სიტყვა, მაგრამ კიდევ უფრო მეც ვიტყვი, თვითონ გულ სიტყვაც იშლება. ჩიკობავას მიხედვით ძველი ქართული სიტყვების აგებულება იყო შემდეგი სახის. გქონდა ჩვენ ერთ თანხმოვნიანი ძირები და მას აფორმებდა ხმოვანს პლუს ნარნარა ბგერა. ანუ ულ, ურ, არ, ი და ასე შემდეგ. მაშინ ვრას ვღებულობთ? გ-ულ ყოფილა გ ტირე ულ. ანუ ძველი ქართული სტრუქტურის მიხედვით ეს გულიც იშლება და შუმერში გეუბნებიან, რომ ეს მთლიანად ერთი სიტყვაო. ნახეთ რა ხდება. ჩვენი გულა, უпроსტად გულა რამდენი საფეხურით არის წინ, რამდენი როგორ გითხრათ, განვითარება, ხო, გაიარა მან, რომ მან ის ძირიც გამოყო ერთი, სუფიქსიც გამოყო ულ, სუფიქსი და პრეფიქსი ულს გამოყო. ამან კიდე მიიღო როგორც მარტივი სიტყვა. ანუ მოხდა ურთულესი სიტყვის აგებულების კატასტროფული გამარტივება. თულიდან წამოვედით მარტივზე. ეს განვითარება არ არის. ეს უკუსლაა.
არ ვიცი, ეხლა ხო, თუ შეიძლება ერთს ვიტყვი. კი განაცვალა და არ ვიცი რამდენი დრო დარჩა. 4 წუთი კი ბატონო. შუმერების ყველაზე დიდი პრობლემა ეს ასევე ქვია შუმერული პრობლემა, რომელიც ნიშნავს, ვინ იყვნენ შუმერები თავისი წარმომავლობით. აი ამ წიგნში და მე ბატონ დავით ვთხოვ რომ ამ წიგნის პრეისტორია მოყვეს, იმიტომ რომ მე ამაზე აღარ ვისაუბრებ. ეს ამ წიგნის მეორე ნაწილში და წიგნს ქვია კუპრის შოთა, ანუ რუსთველის მესხურ შუმერული საიდუმლო, ამ წიგნის მეორე ნაწილში მოცემული არის შუმერების მოდი ასე ვიტყვი ეთნიკური დასახელების ქართველური წარმომავლობა, ანუ პირდაპირ შუმერების ეთნიკური სახელი გეუბნებათ, რომ მე ვარ ქართველი. აი ეს ბატონ დავითს და მოგვიყვეს თუ შეიძლება აი ამ სასაული წიგნია ბატონ დავით, დაგვრჩათ 3 წუთი უნდა მოყვეთ ჩაეტიოთ. დავანახოთ თუ შეიძლება. ეს წიგნი დაიბეჭდა 5 დღის წინ დაიბეჭდა. აი, კი მოწონს. ეხლა ხანს დამეჭდილი, ჯერ კიდევ ცხელია. თუ იქნება საქმე ბატონ დავით. ეს ქალბატონიანა ამას მიიღებს ამ გადაწყვეტილებას 4 დღის წინ გამოიტანეს, მოკლედ ბერნერი ვარო მიჭირავს, დიახ. ქალბატონია, ჩვენ ვისაუბრეთ 9 გადაცემის განმავლობაში შოთა რუსთაველის ვინაობაზე. და ჩვენ მოვყევით სამტომეულის პირველ ტომში ასახული ისტორიები. და ჩვენ ველოდებოდით მეორე ტომის გამოსვლას ქალბატონი ანას ქალბატონი ანა წერდა მეორე ტომისთვის ნაშრომს, რომელიც უნდა ყოფილიყო 50 გვერდი. და ეს დაკავშირებული იყო მთავარ საკითხთან, რომელიც მეორე ტომშია წამოჭრილი. იმიტომ რომ ეს ბრძოლა ქართულ მეცნიერებს შორის მიმდინარეობს ერთ-ერთი ტერმინის გამო. იქ ბევრი რაღაცაა საბრძოლველი, მაგრამ ერთი მთავარი პრობლემაა. იმიტომ რომ ჟამთა აღმწერელი, რომ გვესაუბრება ჩვენ კუპარზე, იგივე კუპრზე, ის ადამიანი და შოთა რო არის მკაცი სახელი, ის კაცი არის შოთა რუსთაველი საბოლოო ჯამში, მაგრამ ამ ტერმინმა გამოიწვია დიდი დაპირისპირება. ანუ რას ნიშნავს სიტყვა კუპრი? კუპრი და ბევრი რამ მეორე ტომში შესულია უკვე ერთი 10 მეცნიერი შრომებია, ცალკეული მოსაზრებებია რას ნიშნავს კუპრი და საინტერესოა. და ქალბატონი ანა, როდესაც ესწრებოდა პირველი ტომის პრეზენტაციას, ხომ, იქ ჩემმა უფროსმა მეგობარმა მერაბ კაკულიამ კითხვა დამისვა. აი იქ რომ არისო შოთა კუპრზე საუბარიო, რას ნიშნავსო, მაგრამ იქ თქვენ იყოს. მაგრამ თემა იმ მომენტში დაიბადა. ქალბატონიანა დაინტერესდა, მიყვა, რომ ფიქრობდა რომ 50 გვერდი ყოფილიყო და ჩვენ ერთად ველოდებოდით მეორე ტომს. გამოვიდა თემი წიგნი. რომ ყოფილიყო შემდეგ 100 და კიდე ჩაეტეოდა ზომით, მაგრამ შემდეგ უკვე რომ 200 გვერდზე ავიდა და ზომით კი არა, შინაარსობრივად იქით გადაყლაპავს ამ სამდომეულს იმ მასშტაბებზე გავიდა, გადაწყდა რომ ეს წიგნი ცალკე გამოცემულიყო. მეორე ტომში შეიძლება მხოლოდ ინფორმაცია შევიდეს რომ ასეთი წიგნი არსებობს ცალკე და ეს ამის გამო არსებობს. მოკლედ ამ წიგნით ჩვენ ხედავთ ახლა კავშირს. შუმერები, შოთა რუსთაველი და ბერიკები, რომელიც დღესაც მოქმედებენ საქართველოში. აი კიდევ ერთი დიდი დიაპაზონი და დრო, რომელსაც ამ წიგნით ქალბატონი ანა გვაცნობს. მოკლედ საოცარი გადაცემა ჰქონდა. მე პირადად ძალიან ვისიამოვნე და ძალიან ბევრმა ჩვენმა ტელემაყურებელმა ისიამოვნა. მე უბრალოდ ერთი ცუდი ინფორმაცია მინდა წაიკითხოთ. მუსტაფა ისმაილოვი გვწერს, რომ იცით რა თქვენო ბრძანდებითო ძალიან სწრაფათო თუ ასე გააგრძელებთო, გახდებითო ფაშიზმის მოკლედო დამაარსებლებიო, იმიტომ რომ ნაციონალიზმი აუცილებლად ფაშიზმში გადაიზრდება და აუცი თუ თქვენ ხა გონიათ რომ ქალბატონი ანა არის ფაშიზმის ახალი მამამთავარი და ბატონი დავითი, ნუ რაღაცა თანარჩენებმა ისიამოვნეს ძალიან ჩვენმა ტელემაყურებლებმა და ნუ ამდენ წერილი კარგახანი არ მომსულია პირდაპირ ეთერში და მე მინდა ახლა ჩვენი ინტერაქტივი შევაჯამო როგორია ქართულთა ღვაწლი ცივილიზაციის ისტორიაში. 98% ამბობს რომ უდიდესი, არავის არ გაჯევრებია პასუხის გაცემა და მხოლოდ 2% ალბათ ბატონი ისმაილოვიც არის მათ შორის ამბობს რომ ჩვენ საერთოდ არ მიგვიწვის ღვაწლი არც წვლილი ცივილიზაციის ისტორიაში. მე ასე დაგემშვიდობებით ვაკეთებთ იმას რაც ვიცით აბსოლუტურად ყველა აქ მჯდომი ადამიანი, მსხდომი ადამიანი ბატონი დავითი და ქალბატონი ანა საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით და გიტოვებთ 22 საათზე ძალიან საინტერესო ახალ დეტექტიურ სერიალს ანა დეტექტივი
რომელსაც პირველი სერია გავიდა უკვე და ალბათ ძალიან დაინტერესდებით და იქნება პოპულარული ჩვენი არხის მაყურებლებისთვის. მე ასე გემშვიდობებით ხვალამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.